გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მე მარიამ გეწაძე ვარ, მოგესალმებით Do It Talks-ის მეექვსე ეპიზოდში. დღევანდელი ჩვენი სტუმარია სანდრო ჩომახიძე, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი. დღეს ვისაუბრებთ ციფრულ მარკეტინგზე, სოციალურ ვრცელებზე, დეზინფორმაციის გავრცელებაზე და რაც თავარია კარიერაზე, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს. სანამ დავიწყებთ გადაცემის ჩაწერას, შეგახსენებთ, რომ დაგვიმეგობრდით, გამოგვიწერეთ დაგვალაიქეთ არა და მოგვიწონეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ დღითი დღე უფრო და უფრო მეტ мотивაციას მოგცემს. სანდრო, გამარჯობა. გამარჯობა. კეთილი იყო შენი მობრძანება. როგორც ვიცი, შენი დებიუტიც არის თორნიკესი არ იყოს. ძალიან კარგი. წესებს აგიხსნი, სანამ უშუალოდ კითხვებზე გადავალთ. სულ ორი წესი გვაქვს, ერთი არის მარტივი, იმიტომ რომ ქართულად ვცდილობთ რომ ვიმეტყველოთ და თუ რამე მე შემეშლება შემისწორე და თუ შენ შეგეშალა შენ შეგისწორე. კანეშტი. ხო, აი ეგეთი სიტყვები არ უნდა ვთქვა, ზუსტად ეგ წესია. და მეორე არის უნოს წესი, სულ სამი კარტი გაქვს, შეგიძლია ნებისმიერი გამოიყენო, შეგიძლია არც ერთი არ გამოიყენო. პირველი არის ესეთი. ეს არის შეცვლა, შეგიძლია რომ კითხვა არ შემომიტრიალო, უბრალოდ შეცვალო კითხვა. შემოტრიალება არის ეს. შეგიძლია რომ შემოატრიალო და ასევე შეგიძლია რომ გაუქმო კითხვა და თქვა თუ არ გინდა რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, აღარ ვისაუბრებთ. როგორც გითხარი, ეს არის შენი კამერა, თუ რაღაცა ისეთია, ესე გახედე ხოლმე, აქეთ ხარის და მოდი დავიწყოთ იქედან ვინ ხარ? მე კი ვიცი ვინ ხარ, მაგრამ შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს და საიდან მოდიხარ და შენი განვლილი გზა მოკლედ რო შეგვიჭამო. გასაუბრებაზე არ ხარ, ხო? ეგრე არ მივუდგე. ფილოსოფიად რო გავუწევ პასუხი ძალიან შორს წავთ, ამიტომ სანდრო ალექსანდრე ჩომახიძე. ალექსანდრე რომ ეძახიან ცოტა უცნაურად მესხის, მაგრამ ვის როგორ მოსწონს ასე ვთქვათ. ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი. 2008 წლიდან ვარ დაინტერესებული ამ სფეროთი. პირველად რო ვახსენე სკოლაში ვიყავი, 14 წელს ვიყავი დაახლოებით. ჩემ მასწავლებელი გადაყირავდა, ეხლა სიცინის მე მგონი, მაშინ ყველა იურიდიულზე აბარებდა რატომღაც და მეც რატომღაც იურიდიულზე უნდა ჩამებარებინა. მაშინ Google-იც არ გუგლობდა და რა თქმა უნდა მეტა ყოფილი Facebook-იც არ არსებობდა. ამიტომ ძირითადად უცხოეთიდან გამოწერილი წიგნებით და 1000 ტესტებით ვსწავლობდი ამ ყველაფერს რა. წიგნიდან სწავლობდი, ანუ რაღაც ესეთი სივრცე არ არსებობდა, თქვა სადაც შეხვიდოდი, ნახავდი, წაიკითხავდი. თბილისი ფორუმი იყო ერთ-ერთი ვარსკვლავი, სადაც იყო გარკვეული ინფორმაციები და მანდაც ძირითადად რჩევები იყო, რომელი წიგნი გამოწეროთ Amazon-დან. გამოწერადეს პრობლემა იყო მაგ პერიოდში, ან ჩამოგივიდოდა, ან არა, ან ნახევრად გახეული ჩამოგივიდოდა, მაგრამ რაც ჩამოდიოდა, იმას ვსწავლობდი ხოლმე, ასე ვთქვა. როგორ მიაგენი მაგ პროფესიას? ანუ 14 წლის ასაკში საერთოდ საიდან იცოდი ეგ ყველაფერი? ერთი წიგნი წავიკითხე, სახელი, ავტორი არ ვიცი, სამწუხაროდ მომავლის პროფესიები ერქვა. აი, რეი კურცველის სტილში იყო, რომ მომავალში რა იქნებაო და საინტერესო იყო, რომ ზუსტად ეხლა რაც ხდება, ის ყველაფერი ეწერა. რომ აი ონლაინ ფიდი იქნება, ფოტოები გამოჩნდება, სელფებს გადაიღებენ, მაშინ მესამე თაობის კამერას ვეძახდით ამ ყველაფერს და იქნებიან ინფლუენსერი არ ეწერა, კოუჩიც არ ეწერა, მაგრამ ტიპები იქნებიანო, რომლებიც რაღაც პროდუქტებზე მოყვევიან და ხალხი იყიდისოდა, რა იდიოტია მეთქი ვფიქრობდი ხარ, უკითხულობდი ამას, ვიღაც რო გაიჩითოს მეთქი ინტერნეტში და ეგეთი რაღაც ჩაწეროს გქო, მაგრამ მოხდა მართლა რომ ვიღაც ინფლუენსერები წერენ და ყიდიან ამ ყველაფერს. ხო. ეს ბოლო პერიოდში შენი დაკვრება არ ვიცი როგორია, მაგრამ ჩემი დაკვრებით ძალიან ხშირად მხდება LinkedIn-ზეც ეგ პოსტები და მეც მინდა რომ მაგაზე ყურადღება გავამახვილო, რომ ადამიანები რატომღაც იმას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, რამდენი ნახვა აქვს კონკრეტულ ვიდეოს ან პოსტს ან არ ვიცი, მაგრამ არ აქცევენ იმის შინაარს ყურადღებას რა და მაგაზეც რომ შენი დაკვრება რო გაგვიზარო, თქვათ, ვიცი რომ Facebook ჯგუფი გაქვს და ძალიან დიდი და ხშირად ხდება ხოლმე თქვენი პოსტები და მაინტერესებს რას აქცევენ ყურადღებას აი თანამედროვე გაგებით. არაფერს. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. არ უბრალოდ გაგიმართლებს თუ როგორ? აი ბავშვობაში ვამბობდი ხოლმე რომ ნეტა ის დრო მოვიდეს რომ აი სიტყვაზე ახალი პლანეტა აღმოაჩინეს და წიგნში დააპდეიტდეს რა ხო მოძველდა ეს. ნუ კი მივედით მაგამდე, მაგრამ იმასაც ვფიქრობდი რომ აი რა ცუდი პერიოდი იყო მეფების რომ შეიძლება მეფის სურათი არ ქონოდა ტიპს Facebook-ზე ხარ ჩასკროლობდა ისიც და ინფორმაციაც რაც უდავთ ცელდებოდა თქო, მაგრამ რაც ამ სფეროში გავერკვიე social dilemma ნახეთ ფილმის სხვათა შორის ბევრ ამას გეტყვით. პირიქით ეხლა თანამედროვეობაში ჩანს რომ ძალიან
მეტი დეზინფორმაცია გვაქვს. ბევრი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ბევრი დეზინფორმაცია. მეტად მაგალითად შემოიტანა წესი, რომ როცა პირდაპირ აზიარებ პოსტის დაკითხვის გარეშე გეუბნება, რომ მოდი იქნებ წაიკითხეთ თუ არა და შენ რო გაზიარებ იქ დავწერ მე, რომ შენ არ წაგიკითხავს რა. ასე თუ ისე პრევენცია ხდება. ეხლა ყველაზე დიდ დეზინფორმაციაში ვართ ჩემი აზრით და სხვათა შორის დაახლოებით 2 კვირა მეტამ დაანონსა, რომ კომენტარებზე დაუნლოუდები გამოჩნდება, რომ გავაქრო დეზინფორმაცია, ბოტები უფრო მარტივად გაქრება და ფაქტ-ჩეკერები გაუქმდა დიდი ხანია ჩვენთან ჯერჯერობით არის და საზოგადოებას საშუალებას მისცემენ, რომ კონკრეტულ ინფორმაციას ხმა მივცეთ. შეიძლება აქ იფიქროთ, რომ ამდენი ბოტი ყავთ თუ იმათო, მაგრამ ეგეც პრობლემა არ იქნება, ის იქნება, დააკვირდება რა სტატუსის ტიპია, ეხა სად ვიღაც დიდი ხანი Facebook-ზე მყოფი რომ ლაიქს მისცემს და სად ვიღაც ერთი ფოტო რო უდევს და რაღაც ამბები რო აქვს რა Facebook-ზე და გაიფილტრება ეს ყველაფერი. გჯერა მაგის? არა. არც მე. სანდრო, იცი რა მაინტერესებს? ქართულ ბაზარზე როგორ დაიმკვიდრე თავი? რა საკიდან მაინტერესებს, იმიტომ რომ შენი კარიერა მაშინ მე მგონი არც არსებობდა, აი ეგ მაინტერესებს, არსებობდა თუ არა და შენ თვითონ შექმნილი თუ არა, აი ეგ მაინტერესებს რა, რამდენი წელი იყავი და როდის მოხდა და როგორ? ძალიან ბევრი კითხვა ვიცი ერთად, მაგრამ მაინტერესებს. მიზანი არ იყო ეგ, ყველაზე მთავარი ეგ არის. ძალიან ინტროვერტი ადამიანი ვარ, ნუ გააჩნია სისულელე. კარგი. მაგრამ პირველი პროექტი რაც ავიღე, იყო უცხოური ფრილანსერზე მივიღე პროექტი. საქართველოში საერთოდ გამოცდილება არ მქონდა. პირველი ჩემი კომპანია 2014 წელს იყო საქართველოში. ძალიან კარგი მეგობარი მყავდა, რომელმაც მითხრა, რომ ქართულ ჯგუფებში ჩაგვსვავ და იქნებ ხალხს რჩევები მისცევ. პრობლემა არ არის მეთქი დაახლოებით 5 ციფრულ მარკეტინგის ჯგუფში ჩამსვა და აი დავინახე, რომ ან ბოლომდე არ ეუბნეოდნენ პასუხს, აი ფრი რო არის და რო გადახალ და ბარათი დაამატე და 30 დღე უფასოა, ეგეთი ვარიანტი იყო და ან ტყუილს წერდნენ რა. ნუ დავიწყე ყველაზე პასუხის გაცემა, ბლოგების წერა დავიწყე და ყველას გიჟივით მივაყარე, ასე ვთქვათ, ინფორმაცია. რის გამოც 5 ჯგუფიდან დამბლოკეს, გამაგდეს. ძალიან გაუბრაზდი მაგაზე და ეგ იმიტომ მოხდა რომ უფასოდ აძლევდი მაგ ყველაფერს, რასაც თვითონ ფულს იღებდნენ თუ რატომ მოხდა? ერთმა მომწერა პირდაპირ რომ შენ ბლოგებს რო კითხულობენ, ჩემსაც აღარ კითხულობენო და უფასოდ რო ავრცელებო რაშიც მე სიტყვაზე 50 ლარს ვიღებო, ეხლა აღარ მიხდიანო. და მაგრა გაუბრაზდი ამაზე, გავედი და სილა გავაწანი და საკუთარ სასტუმროს ხსნი მეთქი და დავარეგისტრირე ალექსანდრე ჩომახიძე ჯგუფი. სახელზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ ბევრმა იფიქრა თავში აუვარდა, მაგიტო დაარქვაო, მაგრამ რეალურად არ იყო ავარდნილი, უბრალოდ ვერაფერი მოვიფიქრე მეტი. ხო, მეც რო გეძებ ხოლმე ყველაზე მარტივი ეგრეა ხოლმე, ანუ ეგ ჯგუფი ყველაზე მარტივად ეგრე მივარდება და არ ვიცი, შეიძლება რაღაც სახელი რო დაგექმნა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ აგივარდა თავში. ძიების და ამბები, მაგრამ კი ალბათ და ჯგუფში არასოდეს არავინ მომიწვევიო, ვეწინააღმდეგები რომ მოიწვიო და ალაიქებინო ვიდმეს რამე. იმიტომ რომ აი მაგალითს ვიტყვი ამაზე რომ გავჩერდეთ, რომ სიტყვაზე მე შევქმენი კომპანია და ჩემი ბიძაშვილი მოვიწვიო რომ იქნება, ჩემი დამილაიქე გთხოვრა და ისიც რა ჩემი ბიძაშვილი რო არის დაალაიქებს რა. მაგრამ რეალურად არ აინტერესებს ფეხებზე კიდია სიტყვაზე ეს ჩემი სფერო. ბავშვები უყურებენ ამ გადაცემას. არ აინტერესებს ბავშვებო. ფეხზე. გავანახევროთ მაშინ. და გავა პერიოდი ის აღარ დაინტერესდება ამ პროდუქტით, მაგრამ ალგორითმა იცის, რომ ეს არის დაინტერესებული ადამიანი. ეცდება რომ მაგას გამოუჩინოს, ის ჩემი ახლობელი ისევ ფეხებზე და იმას იზავს. ალგორითმი მიფუჭდება რა, აი ახალი გვერდი და სოციალური არის პატარა ბავშვი, რომელიც სწავლობს ან წყლის რუბელი წარმოიგენ, რომელიც ივსება. შენ თუ ასევე ლაიქებს ყიდულობ ვიღაც კუმარებს თუ ალაიქებინებ, ეგეც პრობლემას ქვის საომალოდ, იმიტომ რომ შენ მკვდარი ლაიქები გაქვს. 2025 წელი არის იმის ტრენდი, რომ ყველა მიხვდეს, რომ ლაიქების რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი და ყველა თანამ უცხოური მედიები, სოცმედია ნიუსები ამბობენ, რომ და Facebook-მაც კი დაანონსა, რომ Instagram გვერდს, რომელსაც 1000 ფოლოვერი ყავს და ვისაც 100,000, ერთი და იგივე შანსი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ სისულელე და თვალი ჭამს, თვალის ვალს აღარ, ნუ ყოველ შემთხვევაში ამ სფეროში არ მოქმედებს, თორე ძალიან მაგარი რამ არის.
ვაუ. მანდიც რა მაინტერესებს, ანუ მე გეთანხმები, მართლა არ ვიცოდი რომ ეს დამოკიდებულება ქონდა და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ სულ მაიძულებენ რომ ვუთხრა ჩემს მაყურებელს რომ დაგვა ლაიქეთ, გამოგვიწევთ და ასე. იმდანად არააუთენტური ვარ მაგაში რომ ვერ ვამბობ რა, მაგრამ აი გამოწერის საკითხი რატომ მაინტერესებს, ანუ მე ვიცი რომ YouTube ესე არის რომ რაღაც კონკრეტულ გამომწერი უნდა გყავდეს და მე ხდება მონეტიზაციის ჩართვა და რატომღაც ანუ სულ ცდილობენ YouTuber-ებიც რომ უთხრან თავიანთ მაყურებლებს რომ გამოგვიწერეთ დაგვიკომენტარეთ და ესე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შენი დამოკიდებულება თუ გაქვს ეს საკითხი ღრმად შესწავლილი რო გითხრა. კი, ჯგუფის ნაწილი რო გავაგზავნოთ და YouTube-ზეც ვიტყვი. ხოლო ჯგუფი იმიტომ გახდა ისეთი წარმატებული 14000 კაცია ახლა გაწევრიანებული. ყოველ რაღაც პერიოდში ერთხელ ბოტი ან ვინმე თუ ავშლივ, ფილტრავ, წინ უკან დავდივარ ასე ვთქვათ და ერთი განსხვავება ის იყო სხვა ჯგუფებისგან, რომ პასუხს ამომწურავად და იმ თელ გულს დავსუსტებდი. რაც უკვირდათ, ბევრი მერჩო და ძალიან ბევრი გადამეკიდა, ბევრი მე თვითონ სპეციალურად გადავიკიდე, რომ გამქრალიყო და ესე მივიდა აქამდე რა. ეგ მოსწონდა ხალხს, რომ იქ არეუბნეოდნენ, მაგრამ YouTube-ს რაც შეეხება გამომწერები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მანდაც გვჭირდება აქტიური გამომწერები. მეტაზე მაგალითად Facebook-ზე შეიძლება გვერდს ქონდეს 150000 ლაიქი, მაგრამ ინსაიტებში თუ ჩავიხედავთ, ნახავთ, რომ დღიურად 1500-ია აქტიური. ანუ დანარჩენი ციფრად არის უკვე ქცეული. თქვათ ეს ინსაიტიც რა არის? Business Switch თუ გადავალთ ინსაიტების განყოფილება, ანალიტიკის ბევრთან განახლდება, ზოგთან ჯერ არ არის, სადაც ნახავთ ჩვენი ლაიქერების წილი, რამდენი არის ყოველდღე აქტიური. შეიძლება 2 მილიონი ყავდეთ და 100 კაცი იყოს აქტიური და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს მაგას. კი, თვალი ჭამს, თვალი სვავს, მაგრამ თუ პროდუქტი არ გავყიდე და შედეგი არ მივიღე, აღარ მჭირდება. ქართველ იუთუბერებს არ შეეხება, ყველას არ ვეხები, მანდ კარგად არის ასე თუ ისე მდგომარეობა, იმიტომ უნდათ რომ დამკვეთი, რომ რაღაც პროდუქტს აძლევს, რომ აი ნახე, ამდენი ლაიქი მაქვს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რამდენი ინფლუენსერთანაც მქონია შეხება, ყველას ვეუბნები, არ მაინტერესებს ლაიქები, ანალიტიკა ჩამიგდე, ზოგი ერიდება ანალიტიკის ჩაგდებას, 1-2 თუ ჩაგდებს და მე უარს ვეუბნები, რომ არ მჭირდება ფიზიკურად რა. ამიტომ არელევანტურია, მაგრამ YouTube-ის კუთხით საქართველოზე არ მქონია გამოცდილება, დიდ ბრიტანეთზე ნაცნობი მყავდა, დავმეგობრდით, ასე ვთქვათ, დარქვებზე გავიცანით ერთმანეთი. და გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა YouTube არხი 1000 ჯანდაბაზე. უცხოპლანეტელები, პარანორმალური მოვლენები და ეგეთი რაღაცები. ინტროვერტულ რაღაცებზე ანუ ხო? კი ბატონო. Top 5-ი შეგიძლიათ ნახოთ, ეხლა აღარ ვარ მაყურებელი. და რეკლამას უკეთებს თავისი უზო. რეკლამას უკეთებ ხო? აღარ ვარ მანდა. მითო მეტეს. 3 მილიონზე მეტი გამომწერი ყავს მაგვერდს და ერთადერთი რო დავიწყეთ, არაფერი ვიცოდით. მივხვდით, რომ წინასწარ არაფერი უნდა დაგვეგებმა, იმიტომ რომ პირველი ვიდეო იყო გაფუჭებული მიკროფონი, იქით ვიღაც დარბოდა და მივხვდით, რომ აი მომხმარებელმა რომ მიწასთან გაგვასწორეს, ეხლა ეს უნდა გამოვასწოროთ, ეხლა ნელ-ნელა ავედით. საჭიროა ჩემი აზრით თქმა, რომ გამოგვიწერეთ მეგობრებო ვიდეოს დასაწყისში, შუაში და ბოლოში, მაგრამ არა ისე რომ გავაღიზიანოთ და დაგვსკიპონ ეგრევე. ეგ არის მნიშვნელოვანი. დანარჩენი რა თქმა უნდა, მთავარია აი ყველაზე მარტივი გაკვეთილი სოციალში შევინარჩუნოთ ინტენსივობა, კონტენტის რელევანტურობა, რაც არ ვიცით საქართველოში, აი ტრენდი თუ არის რამე TikTok-ზე, ქართველებიც აკეთებენ, მაგრამ უცხოეთში თუ ვინმე ცეკვავს, ქართველი ცოტა ზედმეტად ცეკვავს. რაც არაა საჭირო ეგ სიზედმეტე და არ გამოდის ხოლმე ეგ ყველაფერი რა და ჯობია ნელ-ნელა გავყვეთ და შედეგი იქნება. თორე შუაში არ დავყავთ ფარხმალი. ხო, მეც გეთანხმები მაგაში, რომ ან ჯობია რომ ხარისხიც არ დააგდო, ინტენსივობა რაც ორ კვირაში ერთხელ დადო შენი პროდუქტი და უბრალოდ აი ეს გამომწერების რაოდენობაც მაგიტოა ხოლმე ეს პოპულარული, აი ეხა მაგალითად მე ძალიან ბევრ კომპანიას ვწერ, რომ სპონსორობა გაგვიწიოს, ხო, იმიტომ რომ არ მჯერა რომ შეიძლება ისე აკეთო საქმე და ციდან დაგე. ან შეიძლება ეგეც მოხდეს, ჭირო შეიძლება ციდან დაგეცეს ვიღაც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეგრე არ ხდება ხოლმე და არ მოდის ვიღაც და არ გეუბნება რომ იცი რა მე შენი YouTube არხის სპონსორობა მინდა. პირიქით, ვცდილობ რომ კომპანიებს აქეთ დაუკავშირდე და შევთავაზო და ყოველთვის როცა მეილს ვიწერები, ყოველთვის ვამბობ რომ მართალია ცოტა გამომწერი ყავს, მაგრამ შინარს დააკვირდით და არა იმ რიცხვებს, იმიტომ რომ მგონია რომ ეგ რიცხვები დროთა განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს რა. სამაგიეროდ სრული ყურებები გვაქვს. დიახ, ანუ ზუსტად მაქამდე მივდიოდი რა. ხო და რავი, საქართველოში ძალიან ხშირად ძალიან ბოლო პერიოდი წამოიწია, მაგრამ ხო ტრენდული რაღაც გავარდა და მე ვსო, ანუ ყრდება გავარდას ეძახიან უბრალოდ ციფრს, მაგრამ სრული ყურება არ აქვთ.
აი დაწყევამდე ვისაუბრეთ ზუსტად ვიღაც გოგონამ დადო TikTok-ის ანალიტიკა 4 მილიონი ნახვა ჰქონა, მაგრამ სრული ნახვა იყო 100 ადამიანის, ხო? რაც სისულელეა. ერთი ძალიან მაგარი წიგნია, ჩემს სტუდენტებს ყველას ვეუბნები ბიზნესმენებს, Rework-ი, ბიზნესის წრუწმენების გარეშე და აი წინა სიტყვაში წერია, რომ აი მინდოდა ფურცლები ამომეხია და კედელზე გამეკრა როგორც კანონიო. და ერთი თავია, ცოტა უხეში სახელი აქვს, მოიქავე იქ სადაც გექავება, ანუ გადაჭერი ის პრობლემა, რაც შენ გაქვს და შენი მიმდევრები გამოჩნდებიან, აი არაა საჭირო სააკაძეზე რო ის არის, საშაურმები ყველამ გვერდით რო საშაურმე წინათ რო საშაურმე გაქვს, ანუ შეგიძლია შენ რაც გიყვარს ისაკეთო და მოვა ის ტიპი რა. თუ მასაზე გათვლილი სფერო ხარ, ამ პროდუქტი გაქვს, ბანანს თუ ყიდი მაგალითად, კი ბატონო, მილიონი ნახვა გექნება, მაგრამ შენ სპეციფიური მაყურებელი გეყოლება, თუ რაღაც კონკრეტულზე აკეთებ და ვინმესთვის თუ ეს სეგმენტი ღირებულია, რეკლამა უნდა გააკეთოს შენთან და არა უაზროდ წავიდეს. მაგრამ აი ბუსტზე თუნდაც ყველა რომ მერჩის რო ბუსტი ცუდიო, აი ცხოვრებაში არაფერი მარტივად არ გამომცვლია რა და ვოცნეობ რომ ისეთ სფეროში ვიმუშაო, რომ ბუსტავდე და მუშაობდეს. ხშირად რომ მეუბნებია რომ აი ბუსტმა იმუშაო Ads Manager-მა, მაგრამ რატომაც ამ ხალხს გონია რომ Ads Manager-ში რომ შევიდისა თავი ჩაარტყას, შედეგი მაინც უნდა მოიტანოს. იმას არ ამბობენ რომ იქნებ მე არ ვიცი გაშვება და ყოველთვის ვეკითხები ხოლმე თუ რა პროდუქტს ყიდიან. თუ ბანანიან სარკეა, ვისაც თვალები აქვს სარკეს იყიდის, ვისაც ალერგია არ აქვს ბანანზე იყიდის, აი ჩემ მეგობარს ვთხარი იქნებ მეთქი ბანანი ამოიტანო თქო და არაფერი მჟავი არ მინდაო დღესო, თურმე ალერგია გქონია და არ იცოდა ამდენი წელი. და მაშინ ბუსტი იმუშავებს, რომ მასაზე გათვლილი პროდუქტია. ხოლო რამე კონკრეტულ პროდუქტს რო ყიდი სპეციფიური აუდიტორიაში ჭირდება, მან Ads Manager-ის გარშე უბრალოდ ვერ გახვალ რა. ცოტა ასაჭირო. ვიცი რა მაინტერესებს ორი საკითხი ტვინში იმაშობ რა ქვია მიმდინარეობს ერთდროულად, მაგრამ ჯერ მოდი ესე გავაკეთოთ, რომ რადგან ქართულ YouTube-საც შევეხეთ და სოციომედიასაც შევეხეთ რაღაც კუთხით, მაგრამ არა მოგვიწროს. მაინტერესებს შენი დაკვრება საერთაშორისო ბაზრით, რომ გონი გააქვს დიდი გამოცდილება მანდაც და ქართული ბაზრის. ჯერ ვილაპარაკოთ რა არის განსხვავება და მე მაინტერესებს შენ რას წამოიღებდი საერთაშორისო ბაზრიდან და წამოიღებდი საქართველოში და დაინტეგრირებდი. 2019 წელს სტაჟირება გავიარე Facebook-ში დისტანციურად კორონას გამო და მანდ ძალიან ბევრი რაღაც დავინახე რა. ეხლა statista.com-ში ვარ, ასე ვთქვათ, part-time-ზე და ბევრ სტატისტიკაზე მაქვს ინფორმაცია. მაგალითად, საქართველოს სოციალური Facebook-ის გამოყენებით ხარისხით ბოლოდან მე-9 ადგილზე ამჟამად. რაც ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობა ვიყენებთ, მაგრამ ხარისხი გვაქვს საშინელი. მეტას აზრით 25000 ადამიანი არსებობს საქართველოში, ვისაც შეუძლია სრულად გამართოს სარეკლამო ანგარიში Facebook-ზე. და 5000 ადამიანი ჰქონია, ვისაც შეუძლია ოდნავ რთული ისინი რეკლამები გაუშვას. ანუ საშინელი მდგომარეობა. Data Report-ალია ვებსაიტი, რო გადავხედოთ, უკაცრავად, მანდ აი Google-ში და YouTube-ში რასაც ვეძებთ, რო ნახოთ, Google-ი გაგისკდებათ. ხალხი Google-ზე Google-ს ეძებს, პაგოდას ეძებს უკაცრავად. და აი პირველ ადგილზე ის არის, რა ქვია, კაზინოს ვებსაიტი, რა თქმა უნდა. მანამდე +18 ვებსაიტი იყო, მაგრამ ეთყობა უკვე ინტერესი დაკარგეს და ისო კაზინოზე მიგუნა, მაპატიეთ ბავშვებო. და ანუ მდგომარეობაა ცუდი ამ კუთხით. უცხოეთიდან რასაც გადმოვიღებდი არის ის, რომ წესრიგი და წესრიგში იმას გულისხმობ, რომ რატომაც გქონიათ, რომ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტმა ან სოციომედია მენეჯერმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, აი ყველაფერზე ყველაფერი ვიდეო გადაიღოს, უფრო საკოცოს ლოყაზე და ყავა მომზადოს, წყალი შეუტანოს. არ არის მასე. მაგრამ პრობლემა კიდე რა არის, აი მქონია საკმაოდ დიდ კომპანიებთან შეხება, წლები მუშაობდი და ბევრმა დირექტორმა არ იცოდა კონკრეტული თანამშრომელი რას აკეთებდა. ყოფილა შემთხვევა უთქვამს, რომ აი ანალიტიკოსი რო ყავს, არ ვიცი რას აკეთებს, რისთვის ყავსო. ანალიტიკოსზე უნდა ხვდებოდა ეხა ჩემი აზრით რას აკეთებს, მაგრამ ჩვენთან უჭირთ იმის ფასის გაგება, რასაც ხელით ვერ ეხებიან. აი დისტანციურ სამსახურზე ჩვენთან არის ყველა დიდი პრობლემა, რატომაც უნდათ რომ აი ესე თუ არ შეგეხო დირექტორი, რატომაც ვერ გთვლის. მაგრამ მანდ ორივე მხარეს არის პრობლემა. როგორც დამსაქმებლის კუთხით რო არ ენდობა და შეიძლება მართლა არასანდო იყოს, ამ პირიქით ხდებოდეს და პრობლემა არ არის. საჭირო არ არის კომპანიის დირექტორმა ყველაფერი იცოდეს, მაგრამ ასე თუ ისე უნდა ერკვეოდეს, რომ advertiser-ის საქმე ეს არის, სოციომედიის საქმე ეს არის, რომ ყველამ ვიცოდეთ ჩვენი მოვალეობები.
Upwork-ზე მქონდა SEO-ს პროექტი და ვებსაიტის აუდიტს ვაკეთებდი და შევამჩნია, რომ კოდში იყო რაღაც პრობლემა. და გავასწორე. ქართულ ჯიგრულ პონჩში. და ჩანიშნეს ქოლი, მითხეს ხო არ გაგიჟდიო შენო, ჩაგიჟიცხავთო ხა ამის ფულსო, მეორე და არ ქნავ, იმიტომ რომ ეს შენი საქმე არ არისო. მაშინ ვერ მივხვდი ესენი დებილ იდიოტები ხო არ არიან მეთქი, მაგრამ ის იყო, მივხვდი მე რომ ანუ მე პატივს ვცემდნენ და იმ ადამიანს ვისი მოვალეობაც იყო ეს ყველაფერი და გასაგები იყო და აქ არ არის ეგრე. მერე პრობლემა იქნება რომ აი შე რო სოცმედია ხარ რო გითხარი რომ ონკანი გააკეთე რატო არ მუშაობს ის ონკანიო და ვეღარ ხვდება რომ მე არც ვიცოდი მაგის გაკეთება რა ხო მაგრამ შეგეთანხმები მარტო მე მგონი ციფრული მარკეტინგის ჭერა საერთოდ ეგ პრობლემა გვიდგას რომ იმ დღეს შემოხვდა რაღაც ვაკანსია ზუსტად არ ვიტყვი რომელი კომპანია იყო, მაგრამ იმდენად სხვადასხვა საქმეები უნდა ეკეთებინა ადამიანს, რომ ძალიან მომეწონა თვითონ ვაკანსია, მაგრამ ვერავის ვერ გაუზიარა, ნუ რეკომენდაციაც ვერ გავუკეთე, იმიტომ რომ იმდენად სხვადასხვა პასუხისმგებლობები იყო, რომ აი როგორ შეგიძლია, რომ შენი მეგობარი მაგისთვის გაიმეტო, მაგას ვერ ხვდები და თან 20,000 გადაუხადონ, მაინც არ შეიძლება. 20,000-აც არ გვიხდიან, ანუ საქმე ეგ არის რა და შენ რაც თქვი, რომ აი დაფასების კუთხით, ხო, აი ერთი ადამიანი რომ ბევრ რაღაცას აკეთებს, მან ჩემი რეჟისორის ხელს მიქნევდა და მეც ვიტყვი რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს მართლა, ანუ გადაღებასაც, კამერების უკანაც ადამიანების ხედან მარტო მე არ ვარ აქ ვინც მე უბრალოდ ჩანვარ რომ საუბრობ, თორემ მარტო მე არ ვარ, ხო? მე გადაღებასაც ხო ვაკეთებთ, მე მაგის დამონტაჟებასაც ხო ვაკეთებთ, მე ქუდის გაკეთებასაც ხო ვაკეთებთ, მე YouTube-ზე. არა, კიდე ორი არ არიან დღეს ვანაცვლებთ ერთმანეთს და მე დადებასაც ჩვენ ვაკეთებთ YouTube-ზე, მე სოციალური ქსელები ჯერჯერობით არ გვაქვს ეგრე კარგად აწყობილი, იმიტომ რომ YouTube-ზე ვართ ძირითადად ორიენტირებული, აღარ გვყოფნის ადამიანური რესურსი რა და ძალიან დავაფასე, აი მეთქი ვიღაც ნეტა გვეხმარებოდეს ზუსტად მაგიტოა რომ ბევრ კომპანიას უწევი რომ იქნებ ადამიანებს შევძლოთ რომ ავიყვანოთ და სამსახურში დავასაქმოთ და იუთუბერობაც გავხადოთ პროფესია. იმიტომ რომ მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში ვინც ამით ლუკმა პურს ჭამს არ ვიცი. ამიტომ გამოგვიწერეთ მეგობრებო. აქ პრობლემაა კიდევ ერთი. რეკრუტერებშიც პრობლემა არის და რა თქმა უნდა აი რეკრუტერებს ყველა არა რა თქმა უნდა მაგრამ არის პრობლემა რომ მე მივდივარ სიტყვაზე advertiser-ის გასაუბრებაზე. და მისვავს კითხვებს, ნუ 10 წელიწადში სად ვიქნები და ეგეთ რაღაცებს და ბოლოს მეკითხება რომ აბა სად გიმუშავია. მე ჩაუგდე რამოდენიმე კომპანია, ერთ-ერთი კომპანიის ლოგო იყო ლურჯი, მაგრამ ამ რეკრუტერს რატომაც ეს ლურჯი ფერი არ მოსწონს. და ნუ არ გამოვა. რეალურად უნდა მკითხოს რა სტრატეგიას ვიყენებდი, როგორ უშვებდი რეკლამას, რა შედეგებზე გავედი და მან არის დიდი პრობლემა. ერთ-ერთ კომპანიასთან ერთად გავაკეთე მინი კურსი, ფასო იყო, სადაც რეკრუტერებს მინიმალურ დონეზე უხსნიდით ციფრულ მარკეტინგს. და ერთმა მოგწერა რომ ეს შეურაცხყოფაა რეკრუტერების, მაგრამ ვინც გაიარა კმაყოფილი იყო, იმიტომ რომ კარგ კითხვებს უსვავდიო, ხვდებოდიო უკვე ყველაფერსო და კარგი იყო და ასევე საჭირო იმიტომ არის რომ ბევრჯერ შემხოდია ვაკანსია SEO ოპტიმიზაციის მაგალითად CEO ეწერათ გენერალური დირექტორი და ამერიკას თუ დირექტორი გჭირდებათ მეთქი აქ ვარ თქო რა ხო და აი დავგუგლოთ მაინც რა Photoshop-ზე მინახავს FP-ით ეწერათ Photoshop-ი ხან აკოპირებენ ვაკანსიებს და სურო ChatGPT-ის გატეხილი ინგლისურით ან Google-ს რო ესაუბროთ გვეტყვის ყველაფერს მაგრამ ხალხს არ უნდა ეგ რატომღაც რა. მოდი ახსენი რა არის SEO. SEO არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, ანუ ვებსაიტის ტექნიკურად და კონტენტით ისე აწყობა, რომ Google-ზე პირველ გვერდზე აღმოჩნდეთ. რამოდენიმე თვის წინ დამიკავშირდა ერთი ტიპი, რომელმაც მითხრა, რომ SEO-თ მინდა აგიყვანო. კი ბატონო, მეთქი უთხარი რაღაც. ეს ქვია თვითონ SEO სპეციალისტი. უთხარი რაღაც თანხა და მომწერა რომ არ მეგონაო კლავიატურაზე კაკუნშიო ამდენს თუ იღებდიო და რა გთხოვე ესეთიო Google-ზე მინდა პირველზე გამოჩნდე უბრალოდ მეთქი არაფერი ჩემო ძმაო რა არის ქართულ ჯიგრულ პონჩი ძმაო ან მართლა კლავიატურაზე კაკუნში თუ ამდენს იღებდიო მაგრამ ერთი იყო საინტერესო მომწერა ფასი უთხარი და ძვირიაო და მეთქი გადამოწვეთ ვინა გაიგითხეთ ხო ერთ სხვა ჯგუფში დაწერეს რომ რა ფასია ამ ტიპმა იკითხარა და არ ვიცი მაგრამ ალექსანდრეს კითხეო და გეტყვის ზუსტად მაინც ჩვენთან გამოუშვეს ხო და ბოლოს პროექტი ავიღე ძალიან კარგი იყო
პრობლემა ის არის ბაზარზე, რომ ორად იყოფა ჩვენი სპეციალისტები. ერთი არის, რომელიც რაღაც თანხაში 200 ლარად აკეთებს ყველაფერს, მაგრამ არ ვიცით მის ხარისხი. მეორე, რომელიც ამბობს, რომ მე მაგალითად ვიცი ერთი მიმართულება, SEO, advertising-ი და იღებს რაღაც კონკრეტულ თანხას, რითაც იცხოვრებს და თავის სარგეშო შეხედავს არ შეზღდება. და ორივე ეს პირველი აფუჭებს ბაზარს, იმიტომ რომ ვინმე რო აიყვანს დირექტორი, ვინც ვერ ერკვა, იფიქრებს, რომ ეს არის. საშინელება ყოფილა, იმელი. საშინელება ყოფილა ეს. ეგეთი სუდიც არისო. ეს სფერო და არისო. მე ცოტა ორი მეტკი. და პრობლემა იქნება უკვე, მაგრამ აი სტუდენტი მყავდა ერთი კომპანიის ფლობელი, რომელსაც რო დაამთავრა კურსი, მითხრა რომ აი მე კიდევ კაი გავიარეო, იმიტომ რომ მეგონა რომ ყველა აფერისტი და იდიოტი იყო ამ სფეროშიო და თურმე ისეთი კადრები შემხვდნენო კანდიდატები, რომლებმაც არ იცოდნენ ან მატყუებდნენო რა. ხო. რა რჩევებს მისცემთ ეგეთ კანდიდატებს, აი ვინც ბაზარს აფუჭებს? არ მგონია რომ გისმინონ რჩევებზე და დიდად მოიხიბლონ შენი ლაპარაკით, მაგრამ მაინც აი რა შეიძლება რომ გავითვალისწინოთ მაგ კუთხით. შეიძლება იმან არ გისმინოს, ვინც უნდა გამოასწოროს, მაგრამ სხვა ხო გისმენს, ვინც ამ კარიერის ეტაპის რაღაცა გზაზე დგას და ყველა ადამიანის მნიშვნელოვანია რომ საბაზისო დონეზე მიიღოს ცოდნა. აი იმის მიუხედავად რომ უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციას, ჩემი კურსებიც მაქვს, აკადემიაც მაქვს ჩემ მეგობრებთან ერთად, ყოველთვის ვამბობ და ეხლაც ვიმარებ. არც ჩემი კურსი უნდა გაიაროთ, არავის კურსი არ უნდა გაიაროთ. ყველაფრის სწავლა შეიძლება ონლაინ სრულად უფასოდ. აი უბრალოდ რომ ჩაწეროთ Google-ზე, ეგეც კი გამოჩნდება. არ არის საჭირო უბრალოდ რა და საბაზისო დონეზე რომ შენ თავს მიიყვან, მე ყველაფერს დაინახავ, შეგიძლია შემდგომ advanced კურსი აიღო რომ განვითარდე, მაგრამ ეს საწყისები თვითონ უნდა გააკეთო ადამიანმა. ეგ არის საჭირო. ასე თუ ისე დირექტორმაც უნდა იცოდეს რა ხდება, რომ იქ რაღაც ილუზიონისტი არაა ტიპი და საქმეს აკეთებს რა რეალურად. რომ ვირტუალურად არ ხდება ეს ყველაფერი. და ის შეიძლება ის ხალხი მაინც არ მოისმენს. ხო, მეც რა მგონია რომ არ მოისმენს. ფეხებზე დაიკიდებს, უკაცრავად დარწმუნებული ვარ. არ ვიცოდი ესეთი რო იყო, თორე არ მოვიყვანდი გადაცემაში მეგობრებო. მაგრამ ის აქვს, ნუ ისევ დამარეპორტებთ, დარწმუნებული ვარ. იტყვით სადღაც 1000 სისულებს, ერთხელ ზოოფილი გადავიკიდე სხვათა შორის, ანუ ყველა სახის ტიპი გადამიკიდია, მაგრამ ვიღაც გაყიდვების გურუს ეძახის თავისთავად თურმე ეგეთი ამოჩნდა, მაგრამ არაფერი, ანუ ბოლოს მაინც აი იმას ვაფასებ ადამიანში, ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა, LinkedIn-ზე ერთი კომპანიის დირექტორი გავიცანი, აღარ არის სამწუხაროდ, ყოველთვის აღარ არის დირექტორი თუ აღარ არის ჩვენთან ერთად? აღარ არის ჩვენთან ერთად სამწუხაროდ, ყოველთვის მეუბნებოდა ხოლმე, რომ არასოდეს შეწყვიტო კარგ ადამიანად ყოფნა ცუდი ადამიანების გამო რა. აი საოცარი სიტყვებია და სულ მაგას ვიმეორებ რა და თუ პირიქით ილაპარაკეთ დამარეპორტეთ. აი ჯობია რა, ვიდრე პრობლემა ის არის, რომ თუ შენთან ერთად ვერ იზრდებიან, თქვით გზირავენ და აი ამ სფეროში რატომაც განსაკუთრებით ვიგრძენი, რომ უნდა შეგვეძლოს ჩვენივე პროფესიის ადამიანებისთვის სტაჟის დაკვრა. აღიარება ხო? აღიარება რა იხოჩა. ამაგარი ხარ რა. აი ჩემი სტუდენტი ახლა შენ აკეთებ მაგას შენ თვითონ? კი, ცოტა თითი მაწუხებს, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ დაუგრა ხოლმე. ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი ძალიან მაგარ კომპანიაში მუშაობს და აი მიხარია ვამაყობ რომ ესეთი მაგარი გახდა. და სწავლა ზოგადად არასოდეს არ მინდოდა, მაგრამ მიყვარს შენების პროცესი, რომ აი ჩემთან ისწავლა და ეხა ბედნიერია, რა ვიცი, კარგად გზნობს თავს, საჭმლის ფული უფრო მეტი აქვს და კომპანიაშიც რომ მუშაობ და ციფრული მარკეტინგი რა უნდა იყოს, ხო, მაგრამ რო ხედავ რომ კომპანია იზრდება, შენი კლავიატურაზე კაკუნით უკვე სასიამოვნო არის რა. ეგ ძალიან კარგია. ორი რეპლიკის გაკეთება მინდოდა, უბრალოდ ერთი დამოვიწყო და ის ფრაზა რო თქვი, რომ არასდროს შეწყვიტო კარგ ადამიანად ყოფნა ცუდი ადამიანების გამო. ერთ-ერთ კომპანიაში სადაც მუშაობდი, მოკლედ გაუშვეს ერთ-ერთი კადრი კომპანიიდან და ყველა იყო შოკში, რომ აი რატო გაუშვით, ან კი ხვდებოდით რატო გაუშვეს, მაგრამ ესეთ რაღაც მითხრეს მერე ზემოდან, რომ ცუდი ვაშლი ყოველთვის უნდა გადააგდო, იმიტომ რომ კარგ ვაშლებს გაგიფუჭებს. და ანუ ეგ იყო, აი თუ ինչ რაღაცა გიფეჩებს, ხო ის რომ ვაუ
რაღაც ეგეთი რომ აი ცხოვრებისეულ ნიშად შეიძლება რომ გამოიყენო რომ ანუ ამ რაღაცა გზაზე ყველა გავდივართ ხო რაღაცა გზას აუ ძალიან ფილოსოფიაში შენი ბრალი აიმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაც ისეს ამბობ მაგრამ აი ეს გზაზე რასაც გავდივართ და ზოგჯერ არც ისე მარტივი არ არის ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე ეგეთი მომენტი რომ გინდა რომ ვიღაცას ისე უპასუხო როგორც მაგან გიპასუხა ვიღაცას კომენტარი დაუწერო ვიღაცას უკბინო მაგრამ რატომღაც რაღაცნაირად უნდა შეიკავო თავი რომ შენი მომავალი მე არ გაანადგურო და როგორ მოიხედავ შენი თვითონ არ იყოს სარკეშო ჩაიხედავ არა გერიოს გული მართლა ანუ რა გააკეთე და როგორ ილაპარაკო ელეგანტური სიტყვა სოკრატიდან მოდის რომელსაც ერთ-ერთმა ტიპმა უყვირა იქიდან ქვევიდან როცა საუბრობდა და ამან ხმა არ მოიღო რა და უთხრა თავის სტუდენტებს უთხრა რომ ანუ მაგის დონეზე პირველ რიგში არ უნდა დაეცეო და აზრი არ აქვს მაგ ადამიანისთვის რომ რამის ახსენსო თუნდაც ის საცობში რომ სანაპიროზე დადის ტროტუარი საფეხმავლო გზაზე ანუ მაგას რომ საუხსნა თავის რომ გაუტეხო და კარგი იქნება ძალიან ვერ მიხვდება მაინც და აზრი არ აქვს და მაქედან მოდის ელეგანტურიდან რომ განათლებულია ტიპირა და არ დადის იქამდე შეიძლება მაგარი არის ტიპი როდესაც კარგი ცოდნით და კარგი პასუხით წინააღმდეგობას გაგიწევს მაგრამ შავ პიარს რო გიკეთებს და აპშეურაცხყოფებზე რო გადმოდის ვერ გაკაჩა მეტი რა აი ყოფილა ბევრი შემთხვევა რომ გამიგია რომ ვიღაც ინფოციგნებმა ჩემი სახელი გამოიყენეს უთქვამთ რომ ჩემი მეგობარია და რეკომენდაციას მიწევს რომ გავიგე გავგიჟდი რამის ერთხელ ვიღაც ყიდდა ინგლისურ ქართულ ჩემ სერტიფიკატებს რომ ალექსანდრეს სერტიფიკატი მაგრამ პრობლემა ის კი არა ის ტიპი რომ ყიდდა ფეიქ სერტიფიკატებს პრობლემაა ვინც იყიდა რომ ანუ ტიპს ურჩევნია ფურცელზე ეწეროს რაღაც სახელი და გვარი რომელიც არ უსწავლია მაგრამ ყველაზე მძიმე რაც იყო და იმედიან ნახავ ერთ კომპანიაში მივედი და შენ პირადი იმისთვის მოხვედი ხო ჩემ პარკაში რაღაც პირად რაღაცას აგე რა ხდება სანდრა მივედი კომპანიაში და ის დირექტორმა შენი სტუდენტიო ჩვენ თანამშრომელიო გამიხარ და შევედი და არ ვიცნობ რა პირველად ხედავ და მაგ დროს შეიძლება ვიღაცე თქვა ელეგანტურად მოქცეულიყავი და ხმა რა მოგიყო მაგრამ მეთქი ვინ ხარ და საერთოდ შენ აქ რა გინდა მეთქი და სერტიფიკატის რო ნახე ნუ არ დაიჭირეს ეგეთ მაქამდე არ მივედი მაგრამ ის იყო რა გაუშვეს რა თქმა უნდა ძალიან გაუბრაზდი მაგ დროს რა მერტო ინფო რას ეძახი ინფოციგანი აგიხსენი რა არის ინფოციგანი ეს არის ადამიანი რომელიც ჰაერს ყიდის ატყუებს ხალხს რაღაც სულელური კურსებით სულელური დაპირებით რომ შენ ერთ კვირაში $10,000 გამოიმუშავებ და ხელებს იქნევენ ეს ჩავწერე ვიდეო ვითომ ინფოციგანი ვიყავი რომ აი ერთ კვირაში $10,000 გამოიმუშავებ და ბოლოში ვამბობ რომ ეს ყველაფერი არის თაღლითის პაროდია თქო დღემდე TikTok-ზე 100,000 ადამიანმა ნახა და მწერს ხალხი ფული როგორ გამოიმუშაო ბოლომდე არ უყურებენ და სათავსას არ კითხულობენ სადაც წერია რომ ეს არის პაროდია სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ისეთი მდგომარეობა განათლების კუთხით განათლებას არ გულისხმობ შეიძლება ვეფხის ყავსანის ზეპირად იცოდე მაგრამ ელემენტარული უნდა შეგეძლოს გარჩევა fake link-ის და ნაღდი link-ის ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი პირველი სოციქსელების პროფილების ფარმინგით ანუ ჩვენთან უტეხავენ და შემდეგ ცუდი მიზნებისთვის იყენებენ ეგრეთ წოდებული ვიეტნამის ტელეფონის ფარმებიდან რა ვარსა ძალიან საინტერესო რაღაცებს ამბობ და მე მგონი ძალიან ხო შეგაწყვეტინე რა არა ხო ძალიან ბუნებრივად მივედით მე მგონი რაზეც ლაპარაკი მინდოდა ის არის დეზინფორმაცია და პროპაგანდა იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ვნახავთ რამდენი ფული იხარჯება რეკლამებში როგორ უშვებენ ამ რეკლამებს და ასე შემდეგ როგორ შეიძლება შე როგორც სპეციალისტმა როგორ შეიძლება ამას ჩვეულებრივმა ადამიანმა ებრძოლოს გეტყვით ძალიან დიდი პრობლემა ამ კუთხით ხალხის მხრიდან დიდი პრობლემა იმიტომ რომ ბევრ რაღაცას იჯერებენ აზიარებენ მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა ის არის რომ ქართველებს გვახასიათებს რომ რამე უმსგავსობას ვინც ხვდება რომ ეს დეზინფორმაცია იმის მაგალითად რომ დაბლოკოს ან დაარეპორტოს ყველაფერი აზიარებს რომ ნახე რა სისულელე თქვეს რითაც ალგორითმს ვეუბნევით ეხლა ტექნიკურად ვსაუბრობთ რომ ეს ვაირალ კონტენტია უნდა გავავრცელო კიდე გვიჭირს მოთმინება გვინდა რომ გავაზიაროთ ცუდი რაღაც დავწეროთ შევაგინოთ მაგის დამწერს მაგრამ ჯობია მაგ დროს ეგ ყველა დააბლოკოთ რომ ალგორითმს აუხსნათ რომ ეს პროპაგანდა არის რა დააბლოკე და უფრო კარგ შედეგამდე მივიღოთ ანუ გამოდის რომ ვისაც პროპაგანდის ჯერა და ჩვენ ვისაც არ გვჯერა ორივე ვეხმარებით მის გავრცელებაში
მაგის გამოსწორება არის საჭირო ეხლა რომ დააპდეიტდება Facebook-ის პროპაგანდის კუთხით ალგორითმი რომ ამუშავდება. როდის მოგვეწევა? ჯერ ამერიკაში იტესტება, ავსტრალიაში და ბრიტანეთში. იმედია წამოგვეწევა სანამ ის სხვაგან გადავალ. და გაშავდა მანამდე საქართველოს. მაგრამ პრობლემა აქ ის არის რომ ჩვენ ეხა ბრიტანეთის მეტას კანონმდებლობას ვემსახურებით ვიზა ლიბერალიზაციის ბოლო წლების გამო, რაც კარგია. დიდი შანსია რომ ჩვენ ისევ გადავიდეთ ამერიკის კანონებზე ან ყველაზე ცუდი აზიის ქვეყნების შემადგენლობაში, სადაც არანაირი სიახლე არ არის მეტაში და აი ჩავთვალოთ რომ ეს ქვეყანა არ გვაინტერესებს რა. რაც დეზინფორმაციას უფრო გაავრცელებს კიდე. დანარჩენი აი მართლა მოსახლეობისგან არის საჭირო გაარკვიონ ეს ყველაფერი პირდაპირ არ დაიჯერონ ეს ყველაფერი და გამოიკვლიონ, მაგრამ ისეთი მდგომარეობა ჩემი აზრით რომ ეგ ვერ იმუშავებს რა. ან თვითონ სისტემამ კომპანიამ მეტამ უნდა ქნას რამე ან ერთიანად რაღაც აფეთქებაა საჭირო რომ სწორად გაიგონ რა. რა ვიცი რა მაინტერესებს გაზიარებას როცა ამბობ რა როცა აზიარებ მაშინ ალგორითმს ხელს უწყობ. მე მაგალითად შენ ჩაგიგდე ეგ პოსტი ანუ მესენჯერით გავაკეთე ეგ ანუ სენდი გავაკეთე შეარი კი არ გავაკეთე ჩემი ფიძზე არამედ სენდი და შენ ჩაგიგდე აი ნახე სანდრო ნახე ეს რა წერია და მაინც გავცელება ხო? ანუ ეგეც არ არის კარგი. რომ მაგას მეგობარს ვუგდებ მაგალითად რომ აი შეხედე რა ქნეს და რა გააკეთეს. პირდაპირ რეპორტი რა. არ კი გვინდა რომ მეგობარს ვაჩვენოთ, მაგრამ არა. აი თუნდაც რომელიმე news კომპანიის ლინკი რო ჩაგიგდო და შენ გადახვიდე, ლინკი სადაც ვთავდება ვებსაიტის, თუ დააკვირდები კითხვის ნიშანი FCB და გრძელი კოდი მოყვება. ეგ არის მეტას ტრეკერი, აკვირდება აქედან ვინ სად გადავიდა, როგორ რანაირად და იქნება სურათი. და იმ ნიუსების მსგავს უკვე შენაირ ადამიანებში ავრცელებს სისტემა, რაც ასევე ცუდი, ანუ ადეკვატურ ხალხსაც აჩვენებს. ცალკე ისე მეტას აქვს კარგი განყოფილება Google-და Facebook ad preference-ში რო გადავიდეთ, მოხვდებით თქვენ განყოფილებაში პირადში, სადაც წერია კონკრეტული რეკლამა რატო გამოგიჩნდათ და რა ინტერესების მქონე ადამიანი ხართ და რო ჩახედოთ საინტერესოა ბევრ რამ დაინახავთ როგორ გიყურებთ მეტა თქვენ ვინ ხართ მისთვის. რა მაგარია. მან რო ჩაიხედოთ აი ბევრი უცნაური რაღაც იყო ჩემზე, მაგრამ სიმართლე იყო ზუსტად რა. ეგეც ჰოროსკოპის ის ხო არ არის ყველაფერი რო ემთხვევა მაინც. არა? ეგ ჰოროსკოპის ზუსტი არის საჭირო. ეგ როგორ ვქნათ, ანუ როგორ Google-ზე ჩავწეროთ Facebook ad preference-ი, პირველ ლინკზე გადავიდეთ, მეტას ლინკია და კიდე ad preference-ი ეწერება. მაგას რო დავაჭრეთ, on კომპიუტერით ცადეთ, ტელეფონით არ შვება. და მოხვდებით მაგ განყოფილებაში, სადაც ყველა დეტალური ინფორმაცია. სეტინგებიდან შეიძლება გადასვა უბრალოდ ძალიან შორსა და Google-დან ჯობია გადახვიდეთ. ოკეი, კიდე ერთი კითხვა მაქვს აქ. Facebook-ზე რო ვნახულობთ ხოლმე ის ხო დასპონსორებულია ეს პოსტი და მაგას რო ვაჰაჰავებთ ან angry ეს გაბრაზებულ smile-ს რო მაგით რამე აკლდება იმ ადამიანს ვინც ასპონსორებს. არა. მაგრამ ანუ დავალაიქებ თუ დავაჰაჰავებ ერთი და იგივეა? არა, ჯერჯერობით პრობლემას არ უქმნის პოსტს. მაგრამ აკვირდება სისტემა როგორი რეაქციები დატოვეს. და თუ სულ ცუდი რეაქციებია angry-ზე ყოველ შემთხვევაში რეკლამას აქვს ათბალიანი სისტემით ინტენსივობა გავრცელების. მაგ ინტენსივობას ჩამოაკლებს და უფრო დააკვირდება. ასევე აი ხშირად კითხულობენ ჩემთან ჯგუფში რომ გუში რეკლამა კარგად მუშაობდა დღეს გაფუჭდა. რატომაც გვავიწყდება ხოლმე რომ მეორე მხარეს ადამიანი ზი და იმან უნდა მომწეროს მესიჯი გააკეთოს და ეგ ავიწყდებათ ხოლმე და ასევე თუ შენ მე დამარეპორტე სისტემა უფრო დამაკვირდება მომდენო 12 საათი და ჩემი ინტენსივობა დაბალი იქნება ამ დიაპაზონში რაც რეკლამებს უწყობს ხელს რომ ან კარგად იმუშაოს ან ცუდად. ანუ მეგობრებო, როცა პროპაგანდა შეგვხვდება ადეკვატურ ადამიანებს, ვარეპორტებთ და ალბათ ფროდ რომ არის და სპამი ეგ უნდა მივუთითოთ ალბათ რომ ბევრი ჩამონათვალი არის. ისე მაგაზე კარგი იქნებოდა ვიღაცამ მეგობრებო ვიღაცამ რო პატარა მინი ვიდეო ხო არ გაქვს რომ დავურთო დესკრიპ. ხო და მოკლედ ჩავაგდებ სანდროს ვიდეოსაც ვარეპორტებთ ან გაბრაზების სმაილებს ვწერთ ხოლმე. და კიდე ერთი კითხვა მქონდა მე მგონი მაგასთან დაკავშირებით. ხო, ჯგუფი რა შეიქმნა, აი დაარეპორტეს ჯგუფი თუ გაქვს ინფორმაცია. ეგ ჯგუფი რამდენად შეიძლება ასეთმა პრობლემის გადაჭრის გზამ რამდენად შეიძლება რომ იმუშაოს. ეხლა ვიცი რომ ძალიან თეორიულ რაღაცას შეკითხები რა ალბათ. და ბოდიში, და რომ მე მგონი ხო. ის არის. მე ერთი ვგიჟდები აი ჯგუფი რომელიც ხრება ხოლმე. რა გული აქვს იმ ადამიანს, რა გული გაქვს.
რომ ყოველ ჯერზე ახალს ქმნის და ის ხალხი რომ მიყვება რა, ანუ ღმერთი უნდა ჩამოვიდეს და გითხრას რომ წასაშლელი ეგ ჯგუფია ჩვენი ბრალიც აღარ არის უკვე. არ ვიცი. ვიცი მე მგონი რა. მაინც რო ქმნი რა გინდა. ვის ეჯახებით უკვე. მიზანდასახულია. რა გინდა, მიზანდასახული ადამიანია და უნდა რომ რამდენჯერმე ყოველ ჯერზე წევრიანდება მანდ და ანუ რუტინა დილით იღვიძებს, სერჩავს ამბობს, უი, დღეს გაქრა, ახალი ოდი შეიქმნება. შედიან ესე რა. ნუ ფაქტია რომ ალგორითმი ჩვენსკენ არის. ოკეი. ძალიან ეგ კარგია, ანუ სპეციალისტო მაგას გვეუბნება რომ ალგორითმი ჩვენკენ არის, ეგ კარგი. ახლა მაინტერესებს ესეთი რაღაცა. რომ ვარეპორტებთ პოსტებს, ან გვერდებს. ალბათ ჯობია მაგრამ რომ გვერდი დაარეპორტო და არა პოსტი, ან ორივე დაარეპორტო, ხო, ალბათ? ორივეც, ხო. და რომ დავარეპორტებთ ხოლმე და მე რო ქრება, აი შენი თქმის არის ყოს თქვა ჯგუფი გაქრა, ან კონკრეტული გვერდი გაქრა. ის გვერდი დაკვრების ქვეშ არის და რა უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ გინოს მეტა. აღარ გენინოს. რაც შეიძლება მეტი ადეკვატური პროფილებისგან, არაბოტებისგან ასაჭიროთ არეპორტება და მიზანი რეალურად ხო ის არის, რომ ნაკლები გავრცელება ჰქონდეს ეგეთ გვერდებს. იმათ ვისაც ჯერა როგორც თქვი, ვერც გაიგებენ და მაგათთან თუ იტრიალებს უკვე პრობლემა არ არის. მთავარია რომ ჩვენ და ადეკვატურ ხალხში არ გამორჩდეს, თორე აი მინახავს ტიპს, რომ მართლა ესე კარგად არის ქვეყანა რა და ანუ რა პრობლემა არის რა შეიძლება ვიღაცამ გაიფიქროს მაგდონეზე. ამიტომ უბრალოდ ჩვენ ასე ვთქვათ, კეთილ საქმეს უნდა მივყვეთ და იმათმა იძახონ სისულელები რა პრობლემაა რა. პირიქით ჯობია რომ მე მგონი დაგვიჭერენ ამის გამო. სანდრო. მე მგონი თუ შემდეგი პოდკასტი არ დაიდო იცოდეთ რომ სადღაც შევისვენებთ. ხო, შევისვენებთ, ავიღებთ რაც შესვენებას და გავაგრძელებთ. LinkedIn-ზე გადავიდეთ, Facebook-ი გავიგეთ, Messenger-ი გავიგეთ. LinkedIn შე როგორ იყენებ და როგორი პლატფორმაა და რას დავამსგავსეთ ქართული ბაზრით. ნუ ძალიან მაგარი პლატფორმაა, მაგრამ LinkedIn-ზეც მინახავს ცოლქმნის LinkedIn-ი და ორივე სამსახურებრივი გამოცდილება. აი სიტყვაზე ლევანი, მარიამი მინახავს რა. ესე რატო დაასვათ ჩემი ქვის სახელი? ანუ ჩვენ არ გვაქვს საერთოდ LinkedIn-ი მეგობრებო. ჩემს Facebook-ზე რო შეხვდეთ, საერთოდ ვერც იპოვით, რომ პარტნიორი მყავს, მეუღლე მყავს და ეგრეც ეგრეა, ანუ არ ვარსებობთ სოციალურ ქსელში. და რატო, ანუ რანაირად ოკეი, კაი. ალგორითმი ეგრე მუშაობს შენი ალბათ. აი, ხშირად რო ამბობენ, რომ ისო გვისმენსო ტელეფონიო, Facebook-ი და ასე შემდეგ, რეალურად არ გვისმენენ, მაგრამ ტელეფონი იჭერს ულტრაბგერებს. ულტრაბგერებს გამოსცემს ნებისმიერი აპარატი, ტელევიზორი და მე და ჩემი მეუღლე X-Men-ის მარათონს უყურებდით და სულ X-Men-ის რეკლამები ხვდებოდა, მაგრამ ერთხელ თურქეთში ვიყავი. და რაღაც იმის ანაკომიზმს გავსი იდო რა, რეკლამა არ არის. და ის იყო, რომ მივედი, უნდა ამეღო და გადავიფიქრე, მოვტრიალე და უცბად ტელეფონში notification მოდის, ფაზაკლება მოიცაო. თქვი რა, გავწიე ესენი და ვნახე პატარა აპარატი, ულტრაბგერის აპარატი ქვია, რომელიც ესე ინფორმაციას იწერს, ვინ როგორ სად გადაადგილდება და ამის საშუალებით გვაჩვენებენ. მაგრამ ბევრმა მითხრა, რომ აი რაც გამიფიქრია, გამომიჩნდაო რეკლამა. ეგ სისულელეა ჯერჯერობით. ფუტურამა თუ იცით, ანიმაცია, მან ფრაის წინავს და სიზმარში ნახავს, რომ მაგარი ტრუსები აცვია. ნიფხავი. არა, ტრუსი მე მგონი ისტორია, ხო. ხო, და უკაცრავად ორივე სიტყვის მეგობრებო. ეს აღარ განმეორდება. სანდრო ჩვენთან აღარა სოდეს აღარ მოვა. და მე მეგობრებს უყვებ, რომ ესეთი მაგარი ის მეცვაო რა და შენ არ იციო 300 წელიწადში სიზმრებში რეკლამას უშვებენო, ანუ მაგამდე მივალ დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯერ ნამდვილად არ არის რა. LinkedIn-ს დაუბრუნდი ხო? LinkedIn-ს დაუბრუნეთ. LinkedIn ძალიან მაგარი პლატფორმაა, ჩემი აზრით ყველას უნდა ჰქონდეს, თუ უნდა რომ ადეკვატურ ქართულ ბიზნესთან ითანამშრომლოს, რადგან აი ბევრი რეკრუტერისგან გამიგია, რომ LinkedIn-თან შემოსული CV ძალიან მაგარი ყოფილა. მე ერთხელ HR-ის იმაში მეილში დავძრებოდი და ნახე ერთი CV, სადაც ფოტო იყო გოგონასი, ესე იჯდა და აქეთ სუფრა იყო და დაღრნილი ბარკლები იდო, აი ესე თეფში რა. მაგრამ მაგაზე უარესი იყო, მოვიდა CV ერთი გოგონასი, რომელსაც უნდა წერებოდა verbal skills და რატომღაც oral skills ეწერა. ამას ამოუჭერი მართლა. ანუ უკვე ძალიან გადახვედი ყველას ყოველს. ისინი თორე მე დაგიჭერ. კაი ამაზე თუ დავადოთ ლუკა.
მე ვერ მიხვდებიან რა ვთქვი. კიდე გამიმეორებს. კომენტარში დავწერე. ეს თქვი მეთქი ამა დამწუძე მონიშნო. და ის არის კარგი პლატფორმა არის, მე მაგალითად მეტაში რო შემომთავაზეს ეს სტაჟირება, LinkedIn-ზე მიპოვა, მეტას წარმომადგენელმა წარმოიგინეთ, ეხლა Facebook-ზე არ მიპოვა ტიპმა. და კარგი არის, აი წლების წინ SEO-ზე რო აქ საერთოდ სიტყვა არ იყო ნათქვამი, რაღაც პროექტი ავიღე, ცხონებული USAID-ის და რომ მომწერს მითხრეს რომ ვერ მოვძებნეთო, ვერავინო საქართველოსშიო რა, ამ ძებნადი იყავი LinkedIn-ზე მაგ კუთხითო და მე ვეძახი უფასო freelancer და Upwork-ს LinkedIn-ს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მარტივად სამსახური დაიწყო, უბრალოდ აქაც გვაკლია მოთმინება. ჩემს სტუდენტებს ყველას ვეუბნები რომ Upwork-ზე დაიწყეთ აუცილებლად. მე პირად 6 თვე ვცდილობდი რომ ამეღო პროექტი. ჩემმა სტუდენტმა 2 კვირაში აიღო რომ დარეგისტრირდა, ამიტომ ყველას თავისი დრო აქვს, ასე ვთქვათ რა. Upwork-ზე მეც ამწვალობ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ჩნდება და აი რა მაკლია ვერ ვხვდები. უნდა გამაიყვანო, სხვა გზა არ არის. და LinkedIn-ზე იცი რა კითხვა მქონდა? ბევრი ადამიანი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ბევრი პოსტს რო დაწერ, ხო, დამილაიქე არ გამიგია. ხო, დამილაიქეს დამიგია. ბევრი პოსტს რო დაწერ და ყოველდღიურად რო დაწერ პოსტებს და ვიღაცებს გულისხმობ ადამიანები რო მოგიწონებენ და გააზიარებენ ან კომენტარს რო დაგიწერენ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ალგორითმი შენს პროფილს ისე დაატრელებს, რომ მე ვიღაცა სამსახურს შემოგთავაზებს და ეგ რამდენად მართალია, ეგ მაინტერესებს სპეციალისტისგან, იმიტომ რომ მე არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი, მე ვერ ვიტყვი ვერაფერს. მე მარტო კითხვებს ვამართ. თუ ადამიანი პლუს 18 ბიზნესში მუშაობს, კიდე დაუტრიალდება ყველას და ყველასთვის მისაღები იქნება, მაპატიეთ. მაგრამ არ ვეთანხმები. იმიტომ რომ მანდაც კი, ახსენი ოღონ არგუმენტირებულად რატო არ ეთანხმები მაგას. იმიტომ არ ვეთანხმები, რომ მანდაც საჭიროა სწორ სეგმენტზე გასვლა. გამოუჩნდები ვიღაც დამსახურებას, სიტყვა დეველოპერი ვარ, ხო? და გამოუჩნდა ვინც ეძებს დამლაგებელს. მე არ რელევანტური ვარ მაგისთვის, ხო? LinkedIn-ს აქვს ჯაჭვური ალგორითმი, ესე ვეძახი, ამაზე ძალიან გრძელი ბლოგი მაქვს დაწერილი. Medium-ზე? კი. რაც ნიშნავს, რომ მე რო შენ დაგილაიქე და ჩემი კონექშენი ხარ პოსტი, მე დღის განმავლობაში 2-ჯერ, 3-ჯერ გამომიჩნდება ეგ პოსტი. ჩემმა კონექშენმა თუ დალაიქა, იმას ერთჯერ გამოუშვება, ჯაჭვურად ვრცელდება. კი, გავრცელებაში ვეხმარებით, მაგრამ არარელევანტურში. მინახავს რომ აი მადლობა მეგობრებო, სამსახური ვიშოვე, კი, მაგრამ ყოველთვის ჯობია რომ გამოიყენოთ სწორი ჰეშტეგი, სწორი აღწერა პოსტი და LinkedIn-ი ერთადერთი სოციალია, სადაც ყოველდღე დადება გიჟივით არ არის საჭირო. შეიძლება მთელი კვირა ჩააგდო და იმუშავებს. ანუ LinkedIn-ი არ არის დამოკიდებული ქცევაზე, ასე ვთქვათ. აი ბევრი ფიქრობს რომ Facebook-ი რეკლამებს იმის მიხედვით უჩენს ხალხს, ვის რა უწერია პროფილში და ეგ არის ძალიან დიდი სისულელე. ქცევებს აკვირდება. თუ ქცევებს არ აკვირდება, მაგ ლოგიკით საქართველოს გოგოების ნახევარს უწერია პრინცესად მუშაობა, მაგრამ ხო სისულელეა. და არ მუშაობა, ქცევას აკვირდება. მეტა LinkedIn-ი აკვირდება, მართლა შიგნით რა გიწერია, ვისთან შედიხარ ინტერაქციაში და იმათთან ვრცელდება ეს ყველაფერი. ბიჭებს რა უწერიათ? პრინციპი არა ხო? ანუ რატო თქვა მაინდა მეც Google და რატო არ თქვა ბიჭი, ხა მაგრამ ჩამაფიქრა. აი სექსისტური. სექსისტური განცხადება. ეს სიტყვა სულს არ ნიშნავს, მეგობრებო, კარგი სიტყვა არის. კიდე კითხვა მქონდა. ხო, შენ რო ამბობ, რომ არარელევანტურია LinkedIn-ის. მაშინ რა უპოსტოთ და როდის უპოსტოთ? მიეცი ადამიანებს რჩევა. აი ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი გურუები, რომ პარასკევი დღე კაია პოსტის დასადება. თუმცა რატო, ხო? არ იციან ესა და მაგრამ ამბობენ რატო? შაბათ-კვირა რეკლამისთვის ცუდია. რატო არის ცუდი რა? საიდან მოგდით ეს იდეები? მაგ ნაპერწკლებს ვყრი ხოლმე მაგაზე რა ამ ჭირშურს არ მოიდგენთ რა. მაგრამ გეტყვით რატო? კი სოფლიოში შეიძლება რაღაცას კონდეს გავრცელება, მაგრამ მე ვმუშაობდი კომპანიაში, სადაც გაყიდვები იწყებოდა ღამის 12-ს რო ცდებოდა. საყოფაცხოვრებო ტექნიკა იყო და კვლევა რო ჩავატარეთ, დიასახლისები იყვნენ ჩვენი კლიენტები და გვითხრათ რომ ბავშვო დავაძინებ როგორც იქნაო. მე ვჯდები და ვსკროლავ ტელეფონს და ღამის კოლცენტრები ავიყვანეთ. ყველასთვის ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური. ერთადერთი რჩევა, რასაც მოგცემდით, პოსტ რო ვაშედულებთ, აი სიტყვა მე რამდენი დაარღვიე ქართულის წესი, აი ვეღარ დავიწყო. პოსტ რო გეგმავთ წინასწარ, თვითონ დაიდოს. დრო და ხშირად ყველა ხო მრგვალ საათებში ვდებ 3-4-ზე.
რამოდენიმე წუთით ადრე დადე თან წინ ხომ, იმიტომ რომ ისეთი დროა, როცა არავინ არ დებს და კონკურენცია ნაკლებია ორგანულად გავრცელების. ამას ამოუჭრ, იმიტომ რომ მე გამოვიყენებ ამას და სხვამა არ გამოიყენან მაგითო. მაგრამ ერთხელ დაისვა ესეთი კითხვა, რომ აი წინასწარ რო გეგმაო პოსტსო, ისო იქნებო სისტემას არ მოსწონსო და ნაკლები გავრცელება ექნებო და კი მეთქი ეგრეა თქო. ცუკერბერგი გაბრაზდება რომ მაშინ კომპიუტერთან რატო არ ძიხარ და ისე არ გავრცელდება მეთქი. ანუ გამოიგონეს ხო ეს დამპალი ინსტრუმენტი ეს დალოცვილი ინსტრუმენტი. ხამე დალიო ლუდი და არ მოგიწიოს დაპოსტო რაღაცის, მაგრამ არ გჯერათ. YouTube-ისთვის როდის არის კარგი დრო? იცი ეგეც რამე? ინდივიდუალური. ეგეც ინდივიდუალური. და ალბათ უნდა ათამაშო, ხო? ანუ ხან ისე უნდა ქნა, ხან ისე უნდა ქნა, თავი ინტერესება არ ჩააგდო. ორ კვირაში ერთხელ თუ დადებ, ალბათ არ ვიცი, ალბათ უნდა ხან ისე უნდა ქნა, ხან ისე უნდა ქნა, მაგრამ მაინც ადამიანები ალბათ ანუ ვისაც გამოწერილი ვყავარ, მაგას ხო მიდის ნოტიფიკაცია, რომ მარიამ კი არა და დუ ერთ თორქმა დადო ახალი ეპიზოდი და ხო მაინც თუ უნდა უყურეს. მე მაგალითად ვისი მიმდევარიც ვარ YouTube-ზე, ყოველთვის ვამოწმებ რაღაც ხო არ მოხდა, იმიტომ რომ მომწონს რასაც აკეთებ და მაგიტო ვუყურებ და არა იმიტომ რომ და სულ ვცდილობ ხოლმე რომ ესე რაღაც მოვიწონო, იმიტომ რომ ვიცი რომ მისთვის მნიშვნელოვანია და იქნებ ჩვენც მეგობრები. არა, ამას ვხუმრობ. მთავარია suggestion-ში მოვხვდეთ, search-ით მოვიზებნოთ და ჩვენთვის რელევანტური YouTube არხის suggestion-ებში გამოვჩდეთ. და ეგ უკვე საკმარისია და ჩვენს თვითონ წამოიღებს ალგორითმი. მთავარია არ გაჩერდე მართლა და დადო და ის სეგმენტი წამოვა, ვისაც მოსწონს თქვენი კონტენტი. კარგია. კაი, გესმის ხო? სულ რომ მეჩხუბებ ხოლმე მაგას. იცი რა მაინტერესებს, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და ძალიან სასიამოვნოა შენთან საუბარი. და ახლა მინდა განვიხილოთ ციფრული მარკეტინგი, როგორც პროფესია. აი ვინც გვიყურებს, ვინც გვისმენს, ძირითადად სულ მგონია ხოლმე რომ აბიტურიენტებს შეიძლება დაინტერესოთ ეს. ვინც ახლა აბარებს ან მომავალ წელს, რა მნიშვნელობა აქვს? ვინც ჩააბარა და აღარ მოსწონს, რასაც აკეთებს, ხო? ბევრი სახის მომხრობელი შეიძლება ყავდეს პოდკასტს. როგორ გახდეს ციფრული მარკეტინგი? მარკეტინგი არა მარკეტერი. არ ვიცი. TSU-ში კი არა და უნივერსიტეტში ჩააბაროს, შენთან მოვიდეს, კურსები, Udemy-ის კურსები იყიდოს, თუ აი როგორ გაგიქცევთ? გეტყვით. ნუ ამ თანამედროვეობას, ასე ვთქვათ, წამოყვა ის პროპაგანდა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება აღარ გჭირდება და შეიძლება ყველაფერი აკეთო. მე მაინც გიჩვენოთ, რომ უნივერსიტეტში ჩააბაროთ, მე პირადად ისეთი მაგარი ლექტორები შემხვდნენ და იმხელა რა მომცეს, რომ ბიზნესის სფერო იყო, მაგრამ აქეთ ძალიან გამომადგა. აი მაგალითად ორი მეგობარი მყავს დეველოპერი, რომელმაც უნივერსიტეტი დაამთავრა, მეორე არა. ორივე ძალიან კარგი დეველოპერია, მაგრამ ერთმა იცის რომ ელფოსი უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია, დედლაინები უნდა დაიცვას, მეორე მესენჯერში წერს ღამე იწყებს მუშაობას და აი ეს განსხვავება არ არის საჭირო მაინც რომ მაღალ ქულებზე ისწავლოს ადამიანმა, მაგრამ საჭირო არის რომ შეასრულოს თავისი მოვალეობა. აი, ხშირად გონიათ, რომ უნივერსიტეტს ან სკოლას რო ამთავრებენ, აი, ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი სასწავლო მეთოდის ის არის, რომ განათლების სისტემის, რომ ადამიანი რო ამთავრებს სკოლას და უნივერსიტეტს, არ იცის სად არის. იმიტომ რომ იქ თუ ჩალიჩობდა, რომ მაღალი ქულა იყო, გონია, რომ ცხოვრებაშიც ეგრე უნდა მოიქცეს. სინამდვილეში არ არის ეგრე. ამიტომ ერთ-ერთი უნივერსიტეტი დამსაქმებელს იმისთვის აინტერესებს და GPA-ს იმიტომ უყურებს, რომ ნახოს შენ რამდენად პასუხისგებლიანი იყავდი, რამდენად ასრულებდი შენ საქმეს. სტალონეს სიტყვებია ეს სხვათაშორისეთი ფილმი. ხო და დანარჩენი ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება უნდა მივიღოთ და შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ონლაინ ჩვენით. ბევრი რამე უნდა გავაფუჭოთ, ისე არ გამოვა. ჩემს სტუდენტებს ეშინიათ ხოლმე პირველი რეკლამის გაშვება და სულ ეუბნებით რომ დედამიწა არ გაიხლიჩება ამის გამო გაუშვი, გააფუჭე. რამდენი კომპანია ყავს დაუპულიცი. მართლა არა, მაგრამ ანუ ისეთ რამეს ვერ იზავ, რომ კომპანიის ბიუჯეტი გაიხეს და წნევა დაარტყას დირექტორს რა. ანუ შეუძლებელია ეგეთი რამე თუ ატომური იარაღის ღილაკი არ გაქვს რა. ამიტომ ყველანაირად გარისკეთ რა. სტაჟირება და აი სტაჟირებაზე ვიტყვიერთ, რომ LinkedIn-ზე ეძებეთ სტაჟირება ან დაწერეთ რომ ეს ვისწავლე და მოგემსახურებით, მაგრამ აი ჩემ მუსიკის მასწავლებელმა იცოდა ხოლმე სიმები გამოცვალე სმენა არ დაიქვეითო, ანუ ზოგ დამსაქმებელთან მიკრომენეჯმენტივით უკარო გიდგას და შენ რო Google-ს ხნი ძალაუნებურად, პირიქით გაიფუჭებ ცოდნას რა. თავისუფლება უნდა მოგცეს და უნდა შეთანხმდეთ წინასწარ ყველაფერზე.
სხვათა შორის ახლა მომივიდა იდეა, რომ ჩვენც დავანონსებთ სტაჟირებას, აი ამ წამს ვაანონსებთ სტაჟირებას ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. თუ გინდათ რომ გააფუჭოთ ბევრი რაღაცა, თუ გინდათ რომ გატესტოთ ბევრი რაღაცა, ექსპერიმენტები ჩაატაროთ, შეგიძლიათ აღწერაში მოცემულ მეილზე უბრალოდ მოგწეროთ, რომ სრული გაქვთ. ძალიან კარგად გამოვიყენებდი დამატებით რესურს მე პირადად თან გასწავლით, იმიტომ რომ ჩვენი რეჟისორი ლუკა მოწადინებულია სხვა ადამიანებს ზიაროს ცოდნა, თან გასწავლით, თან გატესტავთ და თან ალბათ და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ კარიერულ გზაზე ძალიან გამოგადგებათ. კიდევ ერთი კითხვა შენ. შენი კურსები მიმდინარე გაქვს თუ არა რამე? ან გეგმავ თუ არა რამეს თუ შეეშვი? ზოგადად ჩემი პირადი კურსები აღარ მაქვს. მიზეზი არის რომ დავიღალე. დაიღალე, ხო. მაგრამ ამ კურსების მიზანი იყო, ძირითადად ქველმოქმედება იყო მიზანი. აქედან შემოსული თანხის დაახლოებით 60-70% ვიღაცას რენდოად ვირჩევდით და ურიცხავდით ხოლმე. მართლა? ის სუმად მიდიოდა ეს თანხები და ბევრი ძალიან მაგარი საქმე გაკეთდა. მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ დავიღალე, აი ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვასწავლე ხა, ძალიან მაგარი მეგობარი შევიძინე, ჟანა გამარჯობა, ვარს არ ვიტყვი და რომ მოუყევი კურსები როგორი მქონდა, მითხრა რომ სახში რატო არ მიყვები და ჩაიში რატო არ ურევო იმასო. ოვსო და რუსული არაფერი არ მითქოს. ხო და ანუ მივხვდი რომ მაგრა დავიღალე რა და ეხლა პატარ-პატარა რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ რეკლამა რო არ გამომივიდეს, ისევ იმაზრზე ვარ რომ ონლაინ ისწავლეთ რა, ჯგუფში იკითხეთ და რესურსებს გამოგიგზავნით რა. ფულის დახარებას ყოველთვის მოასწრებ ადამიანს რა. ჯერ თვითონ დაიწყე. მეც ეს მუჰამედმა კი არ ჩამიდო ტვინში ონლაინ ვეძებდი და რამდენი ციფრულ მარკეტინგი წიგნი წავიკითხე. დავცვიონდი ყოველს პროგრამირებას ო წიგნი ასწავლდნენ, მაგრამ ყველა პროფესია პერიოდი აქვს რაღაც რა. კი. შენ გაქვს ხო YouTube არხი, სადაც შეუძლიათ რომ მოგძებნონ და მეც მოგძებნე და YouTube-ზე ძირითადად დიდი ვებინარები მიდევს ხოლმე სასწავლო, მაგრამ უფრო TikTok-ი, Reels-ი, საღლიცინოდ მაქვს ხოლმე ნაწილობრივ, ხან მუსიკას ვდებ, მაგრამ საჭირო ინფორმაციასაც რა. ხან მეც ვინა გაზიარებ ხოლმე ხო? კარგი, შემდეგი კითხვა მინდოდა დამესვა შენთვის რა არის ის, რაც ყველაზე მეტად შენ პროფესიაში გიყვარს? შენება ალბათ. და სტუდენტის წარმატება ყველაზე მაგარია, რომ მადლობელია შენი ადამიანი და ყოველთვის ფიქრობდი, აი მეგობრის შეძენა რთულია. ეხლა ამ პერიოდში ახლა რომ მიხვიდე ვიღაცასთან ან მოდი ვიმეგობროთ, ის არის ან გეიგონები, ან გიჟი რა. და ბევრი ძალიან ან სუსიდან ეგონები. ხო, უეჭველი. და ის ბევრი მეგობარი შევიძინე და თან ისინი რომ წარმატებულები ხდებიან, ალბათ ყველაზე მაგარი რომ მადლობელია და შენი რაღაც ნასწავლი 2008 წელს რომ დაგცინა მასწავლებელმა წარმატებული გახდა რა ადამიანი. ის ეგ როგორ გვახსოვს არა? აი ბავშვობის მომენტები, მასწავლებელმა რომ დამცინა, ბავშვმა რომ დამცინა, ძალიან ბლოგი დევს ჩემ Facebook გვერდზე, არ ვიცი, რამდენად ნანახი გაქვთ. მარკეტერმა დაწერა ეს ბლოგი, ჩემზე ავტობიოგრაფიული გამოვიდა. რო არ ვილაპარაკოთ ბევრი მაგაზე, ერთხელ მშობელთა კრებაზე დედა ჩემს უძახეს, რომ თქვენი შვილი ვერაფერს ვერ მიაწევს და მენაგვე გამოვაო. და რა თქმა უნდა ჩამრჩა ეს, ბევრი ფიქრობს, რომ მაგის დამსახურება სადანაც მივედი, მაგრამ ბოლომაგულში არასოდეს არ მეტყობა, ბოლომით მე მგონი ვერც მიაღწევ წარმატებას. სულ ფეხებზე მეკიდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად გრჩება ადამიანს ბავშვს მით უმეტეს რა. მასწავლებელზე ბევრი რამეა დამოკიდებულია იმ მომენტში, რას იფიქრებს და როგორ გეტყვის რაღაცას და დიდი დრო დამჭირდა მაქედან გამოსვლის, რომ ძალიან დიდი ხანი მეგონა რომ შემთხვევით გამომდიოდა ყველაფერი. ანუ არაფერი უკაცრავად არაფერი არ შემეძლო. მაგრამ მე მივხვდი რომ თურმე ის ყოფილა იდიოტი. მასწავლებელო თუ გვიყურებ. არა, მისი ბრალიც არ იყო ალბათ, იმიტომ რომ მაშინ ეგრე იყო რა, ანუ ეგრე გვეუბნებოდნენ რომ იყო მისი ბრალი იყო. აი მინდოდა რომ გადამერჩინა, მაგრამ ვერ გადაგარჩინეთ ბოდიში. სამწუხ ვადარებდი ხოლმე ყოველთვის პარალელ კლასებს, სხვა სკოლებს, ბოლოს ისეთი სკოლა დავამთავრე, ძალიან მიყვარხარ თუ ვინც იყავით მანდ. ფატიმას როგორ ხართ? მაგრამ ის იყო. პირად რაღაცა ესეც იყენე შენ პოდკასტს. გეუბნებით ხალხმა. მაგრამ აი სხვა კლასები იყვნენ კარგები და ეს დასრულებული კლასი ბევრი, ციხეშია ზოგი, უბედურება რაღაც და ჩემი აზრით მაგრა ხდენს მასწავლებელი, მომავალში როგორ იქნება რა. ოჯახიც რა თქმა უნდა. კაი, და იცი რა გითხარი კიდევ, ყოველდღიურობა როგორ არის ციფრული მარკეტერის? საშინელება.
ხო, აი ყოველდღიურობაში ასაკეთებ. და რატომღაც აი რო ლაპარაკობ, მგონია რომ შენი ცხოვრება და შენი პროფესია ესე რაღაც ცალ-ცალკე არ გაქვს. მე მგონი აი ესე გაქვს რაღაცნაირად ერთმანეთში გადათამაშებული თუ ცდილობ რომ სეპარაცია გააკეთო, ეგეც მაინტერესებს. აი ყველაზე ცუდი რაც არის ჩემ პროფესიაში და ხალხმა რო გამიცნო არის ის რომ დღე და ღამ წერენ, მირეკავენ, ვიღაც უცხოებს. ექიმი ვითხარ, ხო? ექიმს რო ურეკავ. ხო, აი ზუსტად რა და ზარებს მიშვებენ, აი ერთხელ დილის 4 საათს მე ღამე რო ვინმე მირეკავს, გონია რომ რაღაც ცუდი მოხდა, რომ პასუხობ რა ხდება და ალექსანდრე ვერ დამაბუშტინებ და გაუბრაზებული ვარ ძალიან. ყოფილა რომ აი ჩემ ჩats რო გადახედოთ, ყოველ დარებშეში ბაზე ხან 500 ხან 600-ზე ადის და მწერენ ხოლმე და ყოფილა შემთხვევა ერთ-ერთ ცნობილმა ტიპმა აქნა ეგეც. იცი რაზე მეცილება ჩემი მოწერილი რომ გამოკრჩა. ეხა მივხვდი რატო გამორჩა, იმიტომ რომ 500-600 კაჯით უწერს ყოველდღიურად, რა თქმა უნდა ჩემი პასუხობდი, მაგრამ მივხვდი რომ მთელი დღე მიქონდა და ერთ-ერთს ვერ პასუხობდი, ერთი კვირის მე ვნახე მონაწერი და ხო გავიგე რომ ფული გინდა და მაგით ვარ პასუხობდი. ეგ ისტორია ვიცი ხო, შენ მოყოლილი. მართლა სად? კი, სადღაც გაქვს ნათქვამი. კი. ფრალი ვიყავ. და კიდე მადლობა, ამდენი კაი ხანი არ მიცინია. და კიდე ხო ძირითადად რატო არ გვწერ თავში აგივა და რა იცის ხო ტიპმა, მაგრამ რაც შეეხება ჩემი ცხოვრება და პროფესია, აი ყოველთვის ნათქვამი მაქვს ყველგან, ტელეფონი გვერდზე მიდევს ეხა რომ თათბიჟზეც დირექტორებთან ყველასთან რომ აი ჩემი ცოლი თუ დარეკავს, უნდა ავდგე და უპასუხო რა. ჩემი შვილი თუ მეტყვის რომ სასიროლიზე მინდა, სასრიალოს ეძაღი, ავდგები და წავალ რა. და ვცდილობ რომ გავმიჯნო ხოლმე ეს ყველაფერი საკმაოდ, რომ ანუ რეალურად ხო ამდენს იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემი ოჯახი და მეგობრები პირველები იყვნენ და კვირას თუ ვიღაცას არ უპასუხე, იმიტომ რომ შეიძლება რა ვიცი, ჩემ ძაღ მაილოს ვასერინებ, ამ ბეტით ძაღლია. და რავი, ვცდილობ რომ დავისვენო რა ცოტა. მაგრამ მაწუხებს ხოლმე, მაისა ვცდილობ რომ ყველას უპასუხო. მაგრამ ყველას არ ესმის. ვერ ხვდება ბევრი ადამიანი, რომ თუ ის არ ყოფილა ეგეთი დაკავებული, ვერ ხვდება რომ ასეთი რა საქმეა გაქვს, რომ ვერ უთმობ. ხშირად მოუწერიათ, ვაი 5 წუთის საქმეა დავრეკოთ. თუ ის რომ 5 წუთის საქმეა გააკეთეთ თვითონ. მაგრამ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, მაინც. მე მანდ როგორი მომენტი მაქვს ხოლმე, იცი, აი მეგობრებიც რომ წერენ, მირჩევნია არ ვნახო რომ მომწერეს, იმიტომ რომ რაღაც საქმეზე რო ვარ ორიენტირებული ხოლმე, უბრალოდ არ მიყვარს დასინვასაც, ანუ რო ნახავ. და მე მოვიწყდება რომ ვნახე, პასუხი მაქვს გასაცემი და ანუ იმდენად ბევრ რაღაცას რო ვაკეთებ, რომ ვერ გავიგე, მაშინ ან იმ ქოლიდან უნდა გამოვიდეს, სამსახურის როლიდან და უნდა მეორცე ყურადღება, ან რომელიმე უნდა გავაკეთო, იმიტომ პარალელურად არ გამომდის, შინაარსობრივად არ გამომდის, არც იყოფნა და თან მესიჯობა და თან თან იყოფნა ერთდროულად არ გამოდის. ხო, ამოვარდები ხოლმე. ესე იგი, შენ ამბობ იმას, რომ თუ ადამიანი ციფრული მარკეტერი გახდა, ის ძალიან დაკავებული იქნება. კი. გააჩნია სადამდე უნდა მისვლა. ყოველთვის ვამბობ, რომ აი ჩემ ერთმა უფროსმა იცოდა ხოლმე, რომ JavaScript-ის წიგნი რო გადაშალა 95 წელსიო, მეტი აღარ გადაუშლიო. თუ არ გაყევი ამ ინფორმაციას, დაიკარგები სადღაც რა. შეიძლება რაღაც დონეზე გაჩერდა და კმაყოფილი იყო, მაგრამ უფრო მეტი და მეტი სუწინ უნდა იარო, ასე ვთქვათ, სუ ისე უნდა იყო, რომ საბოლოო ჯამში GPT ვერ ჩაგანაცვლოს. მაგრამ უეჭველი ჩამანაცვლებს დარწმუნებული ვარ. არ მგონია. ახლა იყენებ AI-ს? პირველი კომპანია იყო საქართველოში სამწუხაროდ სახელს ვერ დავასახელებ, GPT რო ადმინად დავსვი მეტაში. API შევქმენით და დავაკავშირეთ. და ძალიან გვადგებოდა. ზოგადად ვიყენებ, საკმაოდ ვიტყოდი და ჩანაცვლება არა, მაგრამ ვინც ვერ ისწავლის მაგასთან ერთად მუშაობას, ჩანაცვლება. უბრალოდ ყველას გონია რომ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ ყველა არ იყენებს სწორად. მე შეიძლება ვკითხო ხელოვნურ ინტელექტს ციფრული მარკეტინგის ტრენდები და მითხრას რაღაც და შემიძლია უთხრა რომ პასუხი გამეცი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პერსპექტივიდან. გაჩნდა ახალი პროფესია, პრომპტის ინჟინერი. და მაგის მოხმარებაც უნდა შევძლოთ სწორად რა. უბრალოდ რომ ვკითხო აბა დღეს როგორ ხასიათზე ვიქნები არ გამოვა რა. მაგრამ ასე ვიტყოდი, დიდ პატივს ვცემ ექიმებს, ცხვირის პრობლემა მქონა, მე რინიტი, წლები და საბოლოოდ რომ დიაგნოზი ვერავინ ვერ დამისვა, GPT-ს აუტვირთე ყველა ჩემი დიაგნოზები და
დამინიშნა თვითონ ერთი წამალი დალიო და გამიარა ყველაფერმა რა. აი, მაგის ამჯერა ეხა. მეც არ დავიჯერებდი. ანუ აი მართლა რანაირად. ანუ ექიმები ვერ მიხვდნენ და ეს მიხვდა. ბევრი არასწორი დიაგნოზი მქონდა, ანუ მაგისგან წონა მომატა მთელი ამბები და საბოლოო ჯამში ხელი რო ჩაქნეული მქონდა, გაუგზავნე და ჩემ ასე ვთქვათ პრობლემას იწევდა კუჭნაწლავი თუმცა რო ერთი ფიქრებდა ვერავინ და ერთმა ძალიან მარტივმა წამალმა ომეპრაზოლი ქვია მე მგონი მაგან მიშველა რა. რავი, ბუმ. იცი რა მინდა რო გთხოვო თუ არის შესაძლებელი ციფრული მარკეტინგი რო ჩაშალო. ანუ აი რა მიმართულებები აქვს რა და რა მიმართულებაში შეიძლება ადამიანმა თავისთავი იპოვოს. ეგ რო გითხრა. შეიძლება იყოს Facebook advertiser-ი. და ძალიან ძლიერი. advertisers რეკლამის გამოშვებს ქვია ხო? ეძახი კი არა და ქვია ხო? კი. ადამიანი რომელიც გამზადებულ კონტენტს უშვებს რეკლამაზე, მაგრამ სჭირდება მარკეტინგისადი, ვინც ეთქვის მიმართულება, რომ ესეთი ხალხი გვჭირდება. ჩვენთან იციან ხოლმე ბაერ პერსონა შექმენი და მე არ იციან როგორ გადაიტანონ იქ. შეიძლება Google-ის advertiser იყოს ადამიანი, შეიძლება SEO სპეციალისტი იყოს. შეიძლება CRM სისტემებს ნერგავდეს, ეგეც უკვე ციფრულთან შედის. Web developer-ი არა საჭირო რო იყო, მაგრამ მაგის პრინციპები უნდა იცოდე. ან მარტო Facebook-ი რო იცოდე და არ იცოდე web development-ის პრინციპები, ბევრი რამე გაგიჭირდება. ანუ ფართოდ უნდა უყურებდე. მე პირადად საქმდები ხოლმე როგორც advertiser-ი, SEO სპეციალისტი, Google Ads-ი და CRM სისტემებსაც ნერგავ ხოლმე. სხვა რაღაცების ვიცი ერთმა დირექტორმა მითხრა, რომ პოსტებიც რო დადო არ იციო და როგორ არ ვიცი მეთქი პოსტების დადება, მაგრამ ჩემოვალეობა რა და ჩემი საქმე რო კარგად ვაკეთო, ეს არის მეთქი რა. რა თქმა უნდა, ის არის, რა ქვია, ვიცი მაგის გაკეთება, მაგრამ ყველას თავის მოვალეობა უნდა ჰქონდეს. დასაწყისში ყველაფერს ვაკეთებდი და ის სწავლის პროცესში აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდი. თვის ბოლოს ჩემი უფროსი ფულს წოვებდა, ჩავდიოდი ხოლმე, ჩავიბენდი ესე და ოფისისთვის საპირისპიროშუს ქაღალდების კი ამ მქონდა, მაგრამ დასაწყისში როცა სტაჟიორი იყავ ალბათ არ ცდილობდი რაღაცები გესწავლა. ყველაფერი ვცადე. ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგ კომპანიას, იმიტომ რომ საშუალო მომცა რომ ფული დამეხარჯა და გამეტესტა ეს ყველაფერი. და აი რატომღაც აი რო ამბობენ რომ სტარტაპი ვარ და მეც არ გიხდით. მაგალითად ცოტა უბრაზდები ხომ, იმიტომ რომ სტარტაპი თუ ხარ რა ჩემი ბრალია სიტყვაზე. მაინც შენ იმდენი უნდა შეძლო რომ ადამიანს იმდენი გადაუხადო რომ ნამუსი არ გაწუხებდეს. და იმას თავისთავი არ იზღებოდეს რა. აი ჩემო მეგობარმა დაიწყო, ჩემო სტუდენტმა უკვე მეგობარმა დაიწყო ესთეტიკურ ცენტრში და სტომატოლოგიაში მუშაობა და ეუბნეოდა რომ აი ქირაში ამდენს ვიხდი, ამ საწოლში ამდენს ვიხდი და დამიკელი იქნებოდა. ანუ მაგის ბრალი ხო არა რომ ეგრე მოხდა რა. ეგ არის ადამიანი, ვინც კლიენტი უნდა მოგიყვანოს და კიდე მაგას ეწუწუნები რა. კანდიდატებთან მიმართებაში რომ საუბრობთ, შენ დაკვირვებით რა ძირითად შეცდომებს უშვებენ კანდიდატები? წეგან ახსენე CV-ს გამოგზავნა რეზიუმე შედგენა და ასე შემდეგ. ან გასაუბრებაზე, აი მაგალითად თუ დასწრები ხარ გასაუბრებას, რა შეცდომებს უშვებენ? აი ჯგუფიდან რო გაგცეთ ეგ შეკითხვა, მაგ შეკითხვაზე პასუხი ერთი პერიოდი გავთში ანონიმურად კითხვის დასმის საშუალება და შეწყდა კითხვის დასმა. ძალიან ერიდება თუ წდებათ რომ იკითხონ რომ არ იციან რაღაც. და ხშირად ყოფილა ანონიმურად რაღაც კითხვა დაუსვიათ და მერე პაბლიკზე ვიღაცისთვის ჭკუა უსწავლებიათ. და გასაუბრებაზეც ყოფილა ეგეთი შემთხვევები რომ რაღაც არ იცოდა და აი მიჩურინის ვაშლივით რაღაცებს ყვებოდა. ერთ-ერთ კომპანიაში ახლა ვეხმარები კანდიდატის სიებაში და დავალება მე თვითონ შევადგინე, საკმაოდ დრაკული და რთული სხვათა შორის. ნო, სანდრო. აღარ ვიტყვიეს ბოლოში. და ანუ რამოდენიმე კანდიდატი მოვიდა, ზოგმა დაწერა, ზოგმა არ იცოდა, მაგრამ რაღაც მაინც დაწერა, რაც არაფერი შუაში იყო მაგასთან. ზოგმა თქვა რომ ეს უმსგავსობაა და ამას მე არ დავწერო. ანუ ვერ აღიარო რომ არ ვიციო ეს ყველაფერიო რა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ რაღაცებს, რასაც ყველა არ ლაპარაკობს. Facebook რეკლამაში იმდენი ფუნქცია არის, რაზეც არასოდეს არ საუბრობენ, რომ უნდა ჩავიხელოთ, ბევრი კითხვა უნდა დავსვათ და არ უნდა მეც ვსვავ კითხვებს. ერთ-ერთ კომპანიასთან თანამშრომლობ, Google-ის განყოფილებაში რაღაც რეკლამებს გვაშვებინებენ და არ მქონა გამოცდილება და ვეკითხები. ისინიც კარგი ადამიანები არიან, არ ამბობენ, ამან არ იცის ნახე, ანუ პირიქით ერთმანეთს უნდა შეუწყოთ ხელი ისევ შენებაში, თორე შავ პიარს არაფერი არ ჭირდება. მარტივია ხო, შენება არის რთული, თორე დანგრევას ერთ არგულს გამოცი და უცებ თუ აღარ არსებობს ის, რასაც წლებია შენება აღარ არის.
სამწუხაროდ. ხო და ძალიან ბუნებრივად მივედით მანდაც და სანამ მაგ კითხოს დაგისვამ ალბათ მინდა მთელი გადაცემა მახსოვს და ვერ ჩავაკვეხე რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში და მაგაზე მინდოდა შენთვის კითხვის დასმა რომ მიმდინარე მოვლენებმა შენი დაკვირვებით რამდენად იქონია ზეგავლენა თუნდაც კარიერაზე, თუნდაც ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე, თუნდაც ციფრულ მარკეტინგზე, იმიტომ რომ წინა პლანზე არის წამოწეული განათლების სისტემაზე, აი ყველაფერზე, შენი დაკვირვებით, აი ცხოვრებისეული დაკვირვებით. ჩემი აზრით ეხლა პროცესში ვართ, რაც ყველაფერს აჩერებს ნელ-ნელა. ასე ვთქვათ, მანამდე თუ იტყოდი იქით-აქეთ ვქანაოთ მეთქი, ეხლა მინუსისკენ მიდის ნელ-ნელა. და რო დააკვირდეთ რაღაც სფეროებს, თუნდაც სამშენებლოს, საკმაოდ პრობლემები არის მანდ. ჩემს სფეროს დაარტყა იმ კუთხით, რომ კომპანიები არ რისკავენ ახალი პროექტების დაწყებას, ახალი კადრების აყვანას და რა თქმა უნდა მოქმედებს. ყველაზე მეტად იმოქმედებს თუ ქვეყნის მიმართ სიტყვაზე თავში დაარტყავთ რაღაც და სანქციები უცხოეთიდან გაძლიერდება, რომ Facebook-ი გადავიდეს აზიის იმაზე კანონმდებლობაზე. რაც კიდე პრობლემა შექმნის ჩვენ განვითარებას, ჩემ განვითარებას შეუქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ჩვენთან ინოვაციური განახლებები აღარ შემოგვექნება Facebook-ი, რომელიც 2012 წელში იყო. პრობლემა იქნება, ექსესი შეიძლება აღარ გქონდეს ისეთ რაღაცებთან, კი ბატონო, მალბათი. ცდომა ისეთ რაღაცებთან, რაც გვესაჭიროება განვითარებისთვის, ამიტომ რა თქმა უნდა, ყველაფერი, ანუ იმ დღეს შემხვდა პოსტი, ისო სტალინის დროს რატო არ იყო 5G-ო რა? და იმიტომ არ იყო, რომ არაძლევდა უფლებასო რა და ანუ იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ხალხს გონია, რომ 5G, ანუ რადიაციულად რო შეხედო, შეიძლება უნებდეს, მაგრამ გონია რაღაც ღმერთის გამოგზავნილი ჭირი და მთელი ამბავი რა და როგორღაც ან უნდა გამოვიდეთ, თორე კიდე უკან თუ წავიდა, არ ვიცი რა იქნება. რამე გზას ხედავ, რამე არ მინდა мотивация არავის დაუგდო, მაგრამ ჩემ მეგობარი წავიდა ახლა ხან ამერიკაში რა და ემიგრანტად. კი და ვეკითხებოდი რომ იქ 12 არ წახვიდეთ, თქო რა იქნებ მეთქი რაღაც ქნათ თქო და ესეთი რაღაც მითხრა რომ ბაბუა ჩემი სადარედლოს ამბობდაო ნეტა ჩემი შვილი იყოს კარგადო. მამა ჩემი ამბობდა ჩემზე ნეტა მე ვიყო ჩემი შვილი იყოს კარგადო და არ მინდა ჩემ პატარაზე ვთქო რომ ნეტა ის იყოს კარგ საქართველოსშიო რა და ვეღარაფერი ვეღარ უთხარი რა. მეტი რა. და ეგეთი საკითხია რა. ვერ ვიტყვი ყველაფერს ფარხმად არასოდეს არ უყრი ხოლმე. ყველანაირად ვცდილობ ხოლმე რომ ბოლომდე იმას ვქნა, მაგრამ არ ვიცი რა. ვუძლებთ ეგრე გამოდის რა. ნუ თუნდაც ტიციან ტაბიძე ის ხალხი რომელიც შეეწირა ამ ყველაფერს და თავის შულს რო უთხრა რომ შეიძლება მე აღარ ვიყო, მაგრამ ჩემი სახელის ხსენებაზე არასოდეს შეგრცხვებაო. რისთვის ხო? არ ვიცი, ნახოთ, მგონია რომ მაინც საბოლოოდ ბოროტი მოკვდება რა. ხო, მეც რა მგონია, ყველა ხო ეგრე მთავრდება, ყველაფერი ხო ეგრე მთავრდება და რაც არ მთავრდება, მაგაზე ხო ჩვენ უწუხართ ხოლმე რომ ეგრე მთავრდება და წიგნიც ხო ეგრე მთავრდება, რა ვიცი, ანუ ზოგჯერ ხშირად არის ხოლმე ხო, რომ ძალიან დიდი დრამა და არ მთავრდება ეგრე, მაგრამ სიკეთე ყოველთვის რატომღაც მგონია ხოლმე რომ იმარჯვებს. ძალიან ის არის, მინდა გამომივიდეს რომ სიკეთე გაიმარჯვა, ხელს თუ არ გავანძრევთ, არც არაფერი არ მოხდება. უკან წავალთ და თუ არ ვიბრძოლებთ, კიდე უკან წავალთ და ეგრეთ ალუზიებში და იმაში არ ვარ, რომ აი ესე ვიჯდები და არაფერს არ გავაკეთებ და დამეცემ. აი როგორც ვთქვი რა, სპონსორი თავზე არ დამეცემ, ანუ ხელი უნდა გავანძრო და ეგრე ვუყურებ მაგ საკითხსაც მეც და ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერის დროს ეგ თემა წამოიწია წინ, რომ ხო არ გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა, რომ ჩვენი პოდკასტები მათ შორის გადავიტანოთ, თქვათ, ემიგრანტებთანაც. ანუ აი მაგალითად ძალიან მარტივია ხა ევროპაში მოგზაურობა ჯერჯერობით, სანამ ვიზა არ გჭირდება და შეგვეძლოს, რომ აი წავიდეთ ემიგრანტებთან, ჩავწეროთ ემიგრანტები, როგორი კარიერა აქვთ, როგორ ცხოვრობენ და ასე შემდეგ და მე ჩამოვიდეთ დავამონტაჟოთ რა, მაგრამ მაგისთვის ჯერჯერობით ვერაფერს ვერ აკეთებთ, იმიტომ რომ სპონსორი გჭირდება და მაგ კუთხითაც მინდა რომ გავაკეთოთ რა, იმიტომ რომ თქვით მაგაზე ჩემას ევროკავშირის რაღაც პროექტი მქონდა, სადაც რეგიონების ტელევიზიებთან გქონდა ტრენინგები და ანუ ეგ ტელევიზიები საოცარ საქმეს აკეთებენ, მაგრამ რატომაც იმ არხებს უყურებენ, რასაც არ უნდა უყურებდეს და თუნდაც ინტერნეტის უსაში საჭიროა ამ ყველაფრის გაკეთება.
პირატოლოგიას ვეწინააღმდეგები, მაგრამ ძალიან ადრე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის ფილმების გაქრობა, იმიტომ რომ მაქედანაც კი განათლებას იღებდა ბევრი. და პრობლემა იქნება. ამიტომ კონკრეტულად მაგ სეგმენტისთვის არის რაღაც გაკეთებული. აი, არჩევნები რომ დამთავრდა, მე ერთი პოსტი დავდე, რომ ანუ რატო გაგიკვირდათ მეთქი რა? იმიტომ რომ ყველას ეგონა რომ ყველა იმარჯვებდა. მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება. მაგრამ რეალურად ალგორითმის მსხვერპლი გახდნენ. ისინი თავის ბაბს უყურებდნენ, ყველა რო ეუბნებოდა მაგარი ხარ, იმის იქით არ იყურებოდნენ. პარალელურად მართველი პარტია კიდე რეგიონებში დადიოდა და ფიზიკურ იმებს აკეთებდა რა და მაგრამ ფიქრობ რომ ეხა მიხვდნენ. ერთ-ერთ პარტიასთან მივედი რჩევები მოგვეციო უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი მოგვარი აღმოჩნდა და მეთქი რა პრობლემაა თქო და მანდ მივხვდი რომ მანდაც იმხელა პრობლემა აქვს რომ დაფრი პარტია რომ შემოხდა უჯველი გავიმარჯვებთ თქო ის სწორად მიწოდების პრობლემა არის რა მანდაც სწორად გავრცელების პრობლემაა ხალხში მაგრამ ჯერჯერობით კიდე იმ ეტაპზე ვართ რომ ადამიანთან რომ ფიზიკურად მიხვალ და არა ონლაინ უფრო შედეგს ღებულობ რა ასე ვთქვა და შეიძლება ეგეთი რაღაცების გაკეთება იმიგრანტებზე დატოვა, მაგრამ პრობლემა აქ ის არის, რომ იმიგრანტებმა ყველაფერი კარგად იციან, ზოგმა ადეკვატურმა ყველაფერი კარგად იცის, აქ მნიშვნელოვანია რეგიონებში მყოფ ხალხთან მიიყვანონ, აი დრონებით გაფრინდნენ და ისქნეს. არჩევნებზე წადითო ეს დრონი იძახდა და ხალხმა პიჟვარის გადაწერა დაიწყო და ანუ მანდ უნდა მიუდგე ადამიანურად რა, ძველებურად. ძალიან კაი იდეა არის ეგ, რაც ახლა მითხარი, ანუ ისეთი რაღაცა გამოვივიდა რა, მოგზაურობას რო იწყებ და პირველი რო საზღვარგარეთ მიდიხარ და საქართველოს ნანახი რო არ გაქვს. და მე მგონია რომ კარგი იქნება შიდა პროექტს რო გავაკეთეთ ჯერ და მე ნახავთ და ძალიან დიდი მადლობა სანდრო ახალი იდეისთვის. კი რა თქმა უნდა, როგორ არა. აი უცხოეთში ცნობილია რაჭა, სვანეთი, მაგრამ რაღაც ფოთის სოფელი შეიძლება არ იყოს ცნობილი. და ის საშინელებები ხდება მანდ ისეთი სიღარიბე და ამბები არის რა და აი ერთი პერიოდი გქონდა ესეთი იდეა ძალიან წლების წინ რომ რაღაც თითო მონიტორი რო ვიყიდოთ მეთქი წყალგამძლე кейსით და გადიოდეს სიტყვაზე თავისუფალი ტელევიზია რაღაც პოდკასტები ასე შემდეგ და უყურებს თქო ვიღაც გადაერთვება თქო მაგრამ ნუ იდეის დონეზე დარჩა და ვიზა ლიბერალიზაციას რაც შეეხება აი ჩემი საყვარელი ჯგუფია ACDC ანგუსიანგი არის, რა ვიცი. ან ვიცი ესეც სიტყვა მე. ოდეს მე რო ნახო, აი ეს ვაიმე შევჩენკო რო კიო და აიგრე ვიკივლებ ზუსტად. ბილეთები მაქვს ნაყიდი გერმანიაში მივდივარ, მაგრამ აი ჩამოგვართვით ეს ისინი რომ აი მიხვდეს ხალხი რა და ჯანდაბას ავიტან იქნებ ერთი ტურის ჩაატარონ მე. მაგრამ აი ბედნიერი ვარ რომ ვიზა ლიბერალიზაცია გვაქვს რომ ჩავიდე და ჩემი საყვარელი ჯგუფი ვნახო რა. რა კარგი იქნება რა. და ეხა შენ რასაც ამბობ არის უფრო აი იმას რომ რაღაცა დიდრულ რაღაცას რომ ამბობ რა და ძალიან ბევრი ადამიანს დედა ყავს იქ და მამა ყავს და ბიძა ყავს და დედა ყავს. ანუ ხვდები ხო ანუ რამხელა სხვაობა არის რა და მაგიტო აი ძალიან მართლა გული მწყდება, მაგრამ აქ პრობლემა ისიც რა არის, აი ვინც ცემს ვიღაცას იმას მართლა სჯერა რომ იმ ადამიანს პიდარასტობისგან იცავს. ეგაა პრობლემა რა. ხო, ტვინშია პრობლემა და ეხა ტვინში რა ვქნა. თვითონ რუსული. ხო, ამას მართლა ამოვჭერი. ანუ მესამედ გეუნები და ვერ წამომწდა მართლა. ვერ გაგაჩერე. ხო და ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ მაინც სჯერა რომ რაღაცით წინ წავალთ რა. ადეკვატური ხალხის მჯერა რა. რო მოვიმოქმედოთ. არ უნდა გავჩერდეთ. და საბოლოოდ მინდა შენი მოტო გაგვიზიარო რა არის. ცხოვრებისეული შეიძლება ყოველ დღე არ ფიქრობდე, მაგრამ რაღაც დიდი სურათი რო წარმოიდგინო, აი მაგაზე რო გეფიქრება. რა ძრავზე და რა ფირმა, კრუიზერები მიყვარს ძალიან. მოტოციკლებზე თუ მეკითხ. ვერ მივხვდი არა. შენი мотиваცია, შენი მისია ცხოვრებისეული რა არის? შენების გარდა. აი мотиваცია ასე ვთქვათ ცოტა უცნაური იქნება ვიღაცას ბოლომიანი შეიძლება ვეგონა, მაგრამ არა უშავს. აი ცოტა ისეთი გამოვა უსამართლობას ვერ იტანს და რაღაც უმარა. მაკანკალებს იმაზე, აფერისტებზე, ინფოციგნებზე რაღაც ნაგავ კურსს რო მილიონად ყიდიან, რომელიც უფასოა და მინდა რომ ეგენი გამოვავლინო ხოლმე, ოღონდ შეფარვით, ანუ საშუალება მივიცე რომ გამოსწორდეს, მაგრამ ბევრი და შენც არ გამოსწორებულ ხარ და აი
мотивация ეგ არ არის, უბრალოდ მოთხოვნილება არის და ისე ვიტყოდი უბრალოდ ისევ და ისევ შენება, კარგი ხალხის გაცნობა და თუნდაც ის რომ აი ტიციან მოუთხა თუ არ ვწდები რომ ჩემს ახალს რო გაიხსენებო, ჩემზე რო ილაპარაკებენ არ შეგწხვებაო და მინდა რომ თუნდაც ჩემში რო იტყვის რომ აი სანდროს შვილი ვარო, სიამაყითო და ვიღაცა მოთხოვ, ეგ თაღლითი ჩაარტყით ერთი და რაღაც ეგეთი რა და არ უთხრან, ხო? ხო, არ უთხრან ეგეთი რაღაც. და ჩემებიც აი მამაჩემა თქვა ერთხელ რაღაც ამბავი იყო რომ ანუ პატიოსანი ადამიანი ვარო და იმიტომ აკეთებო ამ ყველაფერს რა რაღაც ამბავი იყო ასე ვთქვათ და დავფიქრდი საკმაოდ მაგაზე რა შეიძლება ვიღაც ხალხისთვის აკეთებს რაღაცას გამოჩენისთვის შეიძლება ნაგავი გადააგდოს ურნაში რომ ვიღაცამ გადაუღოს მაგრამ თავარია კარგი საქმე ვაკეთოთ მაშინ როდესაც კამერა არ გვიღებს რა ხო კარმის მჯერა მაგრა რა აი საოცრად და ვიცი რომ თქვენ მოგწდებათ მალე ეხლა ხებსაც უთხარი კარგი ადამიანებს უთხარი რომ გამოგვიწერონ შენ ხო ბევრი მეგობარი გყავს გამოიწერეთ ძალიან გთხოვთ რატომ გამოგვიწერონ ეგეც აუხსენი რომ ალგორითმისთვის კარგია და რაღაც ეგეთები ილაპარაკენ მე რამდენი საათი იქნება ეს ვიდეო არ ვიცი საათ ნახევარი ალბათ ან საათ და 20 წუთი მე მგონი 2 საათამდე აი შენ ადამიანო ვინც ეხა ამას სრულად ნახავ ჯერ ხო მოცლილი ყოფილხარ რა გინდოდა მაგრამ აი უნდა გამოიწერო ეხა მეტი რავი 2 საათი თუ მიყვნ მადლობა პირველ რიგში რომ მე მიყურებდი მე ჩემთვის არ მოусვენდი მაგალითად ძალიან თვითგრემაში ხარ კრიტიკაში რატო ხარ თვითგრემაში არ ვიცი აი ეს დავლები მოქმედებს მაგრამ და ის უიდღეს არ დამილევი აი ყველაზე სასაცილო პოდკასტი ჩავწერეთ დღეს და რავი უნდა გამოწეროთ რა გამოწეროთ არა თემუდან არ გამოწეროთ მე არ გამომწეროთ და subscribe-ეთ ხო პატპიშიცეს ამას ამოჭრი მართლა ამოჭრი ამას დავადე ხო მოდი ხელი ჩამოგეთ უღრმესი მადლობა პირიქით ძალიან კარგი მეგობრებო მადლობა მართლა ვიც ამდენი ხანი გვიყურეთ და გვისმინეთ და ძალიან გაგვიხარდება მეც და დარწმუნებულან სანდროსაც თუ რაიმე შეიძლება თქვენ ცხოვრებაში ამ პოდკასტის შემდეგ რაღაცაზე დაფიქრდებით, რაღაცას წაიღებთ, რაღაცა თქვენ გულამდე მოვა, ემიგრაციაში არ წახვალთ და ეცდებით რომ საქართველოს ავაყავოთ ერთად. უღრმესი მადლობა სანდროს, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდჯერ დაარღვია ქართული ენის წესი, უბრალოდ სხვანაირად არ შეიძლება ამ ადამიანთან საუბარი და მეც მივეცი უფლება და იდიოტია რა თქვი რა. არა, მაგას არ ვიტყვი. მაგას არ ვიტყვი. და კიდევ რა უნდა მეთქვა? მე მგონი მეტი არაფერი. ძალიან დიდი მადლობა. გამოგვიწერეთ კიდევ ერთხელ გეტყვით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც мотивация არის და შეგიძლიათ რომ თუ არ მოგწონთ, რა თქმა უნდა, არა დაგვალაიქოთ, მაგრამ თუ მოგწონთ, შეგიძლიათ რომ ესე მოგვიწონოთ. უღრმესი მადლობა. თუ რაიმე უკავშირი გაქვთ, მოვისმენთ კომენტარებში, ეს გვაძლიერებს მხოლოდ და ვცდილობთ ხოლმე რომ ყველაფერი წავიკითხოთ, ყველაფერს პასუხი გავცეთ და მე ამის შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ და მაინტერესებს ხოთ შორის ხალხის აზრი ამ რეგიონალურ გასვლებზეც და ემიგრაციაში ემიგრანტებთან გასვლებზეც და შეგიძლიათ დაფიქრდეთ თქვენი აზრი. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა. პირიქით მადლობა. მე მგონი ძალიან ახლოს ვარ ამასთან, მაგრამ მადლობა, რა დაგემართა? ამდენ ცუდ სიტყვას რატო იძახდი? დღეს ჩემი აზრით ისეთი ანგელოზი ვიყავი რომ გავფრინდი. ანუ მაიც და ეხა იყავი ანგელოზი შენ? მე თო